სამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ბატონები, პოეტი, თქვენთვის კარგად ნაცნობი საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი და პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი ბატონი კახა კუკავა. მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო, რომ მოგზანდით და იღებთ აი ამ დეტალ მნიშვნელოვან თემებში მონაწილეობას. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ კახას მოწვევა ხშირად ჩემთან გამომდინარეობს იქიდან, რომ ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც აი ამ რეჟიმთან მუდმივად დაპირისპირებულია, როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან, ისე ცნობილია, რომ ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც არ შევიდა არანაირ ალიანსში და იყო მუდმივად დაპირისპირებული 2012 წლიდან ქართულ ოცნებასთან. ბატონი ვაჟას მიმართ კიდევ ყველა კარგად იცით მისი მოღვაწეობა, როგორ იბრძვის ქართული მიწების დასაცავად და საერთოდ ძალიან ბევრი კეთილი საქმეა გაკეთებული თავის ქვეყნისთვის. კახაზე უნდა დავამატო, რომ კახა კუკავა მწერალთა კავშირის შენობების დაცვასაც იბრძოდა, როცა მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავ, ჩვენ ძველი მეგობრები ვართ. კახა კუკავა და დავთაშვილი დიახობა იყვნენ მწერალთა კავშირის ადვოკატები და იმ სისხლიან ფაშისტურ რეჟიმს სააკაშვილისას ებრძოდნენ ხმალმოღებულები. ეს უნდა გავიხსენოთ. უღრმესი მადლობა ბატონო. მოკლედ, ელისებური სისწრაფით ვითარდება მოვლენები, სასიკეთო არ ყოველ შემთხვევაში შემიძლია თქვა, რომ არაფერი არ არის, სულ გვესმის რაღაცა ღალატი და რა ვიცი, ძალიან კაცნი უნდა ვიყო შეფასებებში ბატონო კახა, ბატონო ვაჟა. მოდი დავიწყოთ დავით გარეჯით. ეხლა მთელი მითქმა-მოთქმა ზოგიერთები ეხლა არის, ეხლა არ მინდა პირდაპირ ვიტყვი რა, ეხლა როდესაც სექტანტს გიწოდებს და ეხლა სახელსა და გვარცაც კი ვერ ბედავენ თქვან და ჩვენი ის რა ქვია სტუდიას ვერ ასახელებენ პირდაპირ, მაგრამ იგი სექტანტები, სირები ეხლა იმაზე ისიგულისხმეს კიდევ გიორხელიძე, რომ 1.800.000 კაციო დამალაო, რამხელა სექტანტია ნახო ქვეყანაში, ვითომ ესე იგი 1.200.000 ქართველიღაო და 1.800.000 მოიპარაო. ესმით რა დონეზე იმაშობენ, რომ ესენ ქუჩაში წარდადიან, რა ხდება ქართველი მუდმივად მარტო გასულ წელს 250.000 ქართველმა დატოვა სახელმწიფო და ვერ ახდება ქვეყანაში, უკვე რომ გარდაცვალება ჭარბობს შობადობას და ერი გაქრობის პირას რომ არის და ამხელა მიგრაცია, ახლა ეს ძალიან ისა და აქეთ რაღაცას დაგწინია და მე მინდა ეს ივანიშვილის ბუტკის ეს ისა გულაშვილი და ის გავაფრთხილო, ხო სოსომანჯავიძე განსაკუთრებით. უნდა გავაფრთხილო, რომ მე დაგინდე შენ ერთი წლის განმავლობაში ის არ მithქვია, რაც იჭორავე აქ გაერთიანების პირველ იმაზე, იქ ესეც ხალხის ის იყო, რომ მოვიდა ჩვენთან, მოგთხოვეს, რომ იქნებაო ცნობადი სახე მოიწვიოთ, და ვის რა სჭირდება კაცო ასეთი ის. რა ცნობადი სახე, ესე იგი, არავითარი არაბიზაცია არავითარი ის და ყველაფერს წინააღმდეგ, ქართველების წინააღმდეგ გამოდის აქ და არ მინდა ეხლა ის რისიც ეშინია, ეს თქვა, კაცურად არ გავაკეთე, მე ეს ერთი წლის განმავლობაში. სექტანტს კიდევ გაიმეორებდა ესეთ რაღაც აგდებულ საუბარს, აი მე ვნახოთ რას ვიზავთ ჩვენ და როგორ გავხსნი ყველაფერს, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს, ვინ არის ეს ვაჟ ბატონი. ხო, მოკლედ რაო ეხლა თუ გარეჯეო ხელი მოაწერესო კაცო იმასო იმ ლაზარე ჯორბენაძესო ერთი ფოტოაპარატი არ ქონდაო გადაეღოთო და დამამტკიცებელი საბუთი ქონდათო მაშინ მე შევაბრუნებ ეხლა კითხვას და ვიტყვი ბატონო კახა პრემიერს როდესაც ასეთ იმაში ღალაჩიგდებენ ბრალს და ამხელა გაზეთი ასავალ-დასავალი ბეჭდავს თვითონ რატომ არ გააკეთა განცხადება, რომ ტყუილია და გიჩილებთ სარჩელჩევიდან და რეებს მაბრალებთ. მაგრამ ერთი კვირა გავიდა და პასუხს არავინ არაფერზე არ აქვს. ჩვენ ქართულ ხალხს გვაინტერესებს. ეს დავით გარეჯი არის კიდევ ჩვენ თუ არ არის ჩვენი? და ყველაფერზე იყრუებენ ყურს და რანაირად უნდა მოვიქცეთ ბატონო კახა. როგორ გავიგოთ? აი პირველი თქვენთან როგორც კი ბატონო, დიდი მადლობა და ბატონო კიდევ ერთხელ ეთერში მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ვხედავ რომ იზრდებათ თითქოს თქვენი აუდიტორია.
რაც შეეხება ეხლა თქვენ რითიც დაიწყეთ ეს გადაცემა გარკვეულ პერსონაჟზე საუბრით აქ პერსონალური ასე ვთქვათ მე შეიძლება მის შეფასებებში და არც თქვენ შეფასებებში არ ჩავერიო მე უბრალოდ ვიტყვი რომ ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მე ხა ადრეც ვიცოდი ძალიან ბევრ ადამიანზე და ხანდახან როცა ზოგის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოთქვამ ხალხს არის მისხოვნა ხა გვისმენენ და მუდმივად ჩვენზეა რატო მე დავამთავრებას რისი თქმა მინდა თქვენზე რა თქვა შეიძლება ისიც აპატიო ადამიანმა და ჩემზე რა თქვა და ბატონ ვაჟაზეც რა თქვა ეს არის ის ხალხი რომლებიც ხელისუფლების დავალებით ხარს უჭერენ საქართველოში ორი არაბული ქალაქის მშენებლობას. ამაზე მეც თქვენ ეხლა ვერაფერს ვერ იტყვით იმ ადამიანზე, თავის დროზე მითხრა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომ ბატონო ზვიადმა პირველ პრეზიდენტმა გინება არ იცოდაო, არავის არ აგინებდა, რო ეტყოდაო ადამიანს, კგბ-ს აგენტი არისო, ის იყო იმისთვის დედის გინებაც, ეხლა ადამიანი რომ საქართველოში არაბული ქალაქის აშენებას უჭერს ხარს, იმას რაღაც უნდა დამატება, რომ მოღალატეა, სექტანტია რა ვიცი ვიღაცის აგენტია ფულის გულისთვის აკეთებს ამას თუ ისი გულისთვის აკეთებს ამას ეს რასაც ნიშნავს როგორც ხორღანაშვილი და როგორც ორჯონიკიძე და როგორც კიდე რამოდენიმე ესეთი გვარი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა და ამაზე ასე ვთქვათ არსებობს საყოველთაო კომპრომისი გასაგები არის ხა დღესვე უკვე ამ საზოგადოების მხრიდან ძალიან კარგად იცის რომ უეცრად კონსერვატორებად და პატრიოტებად რომ მოხდათ იმ ადამიანებს თავი რატო უნდა მოუნდეს საქართველოში არაბული ქალაქის მშენებლობა აქ ყველა ხვდება ამას, მაგრამ რაც თორია, როდესაც ხელისუფლება არ შეიცვლება და ეს ხელისუფლება არ იქნება და ასე ვთქვათ, ამით წყარო გადაეკეტებათ, ეს იქნება მიუკარებლობა, ეს ხალხი იქნებიან მიუკარებლები საერთოდ, იმიტომ რომ არავის შეიძლება არ გაიხსენოს ის რომ რა თქოს მათ დავით ჭაბუკაშვილზე, მაგრამ ის რომ ივანიშვილის რეჟიმის დავალებით და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მხარს უჭერდნენ საქართველოში არაბული ქალაქის მშენებლობას, ეს არის ისეთივე დამღა, ну როგორი დამღაც კიდე ერთხელ ვამბობ საქართველოს ისტორიაში სულ რამოდენიმე ადამიანს ჰქონდა. რაც შეეხება დავით გარეჯს, აქაც იგივეს ვიტყვი, მე ვიცი ის პუბლიკაცია, რომელზეც თქვენ გადაცემები ჰქონდათ და მე პირადად არ ვიცი ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე და კი, მე რისი თქმა მინდა, მაგრამ ჩემთვის ის რომ ამ ხელისუფლებამ დავით გარეჯი გაყიდა თავიდანვე იყო ნათელი, რატო? ნახეთ ბატონო დავით როგორი ამბავი იყო. ჩვენ გვახსოვს რომ 2020 წლის არჩევნებზე ჯერ კიდევ 6 წლის წინანდელ ამბავზე ვსაუბრობთ, გამოვიდა მაშინდელი ხელისუფლება და თქვა რომ ეს არის ვიღაცის ბრალი, დააბრალა იქ ორ ჩინოვნიკს, რომ აი მათ გაყიდეს დავით გარეჯი, ეხლა ჩვენ გვაქვს რაღაც ახალი რუკები, ვიღაცა სულელი რო იყო ჩამოსული ხიდაშელი თუ ხიდაშელი, იმან აი ამ რუკებით ჩვენ ეხლა ყველაფერს გავაკეთებთ. ამ ხელისუფლებას მე როგორც იურისტი ვამბობ, მე ხარ ლაზარე ჯორბენაძის მტკიცებულება ჩემთვის უცნობია, მაგრამ რაც ცნობილი მტკიცებულება არის, ამ ხელისუფლებას უკვე აქვს ჩადენილი ის დანაშაული, რომელსაც ბრალად დებდა მელაშვილი ხო გვარისწორად მოხსოვს და ილჩეგოს. ანუ მათ რა წაუყენეს ბრალად სახელმწიფო დანაშაულში რა ეპიზოდი წაუყენეს, რომ მათ იცოდნენ რომ არსებობდა რაღაც გარკვეული დოკუმენტი, თუ არსებობდა დაუშვათ და ეს არ წარადგინეს ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ სადელიმიტაციო კომისიაში. მაბატე დღევანდელ ასავალ-დასავალშია სწორედ ჩემი ინტერვიუ, სადაც მე ვადასტურებ, რომ არსებობდა ასეთი დოკუმენტი, არსებობდა ასეთი პიროვნება ალექსანდრე მათეაშვილი 95 წლის კაცი, რომლისთანაც ორი ინტერვიუ ჩავწერე, ეს იყო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საგარეჯოს მიწათმომწყობი და ზეპირად იცოდა ყველაფერი და ვანო მერაბიშვილის დავალებით ამათ წაიღეს ეს რუკა, რომელშიც ზუსტად იყო აღნიშნული ეს საზღვარი და პირიქით აი სწორედ იმიტომ წაიღეს რომ შეცვალეს აზერბაიჯანი. მაგრამ ნახეთ ბატონო ვაჟა, ამ შემთხვევაში როგორც იურისტი ვიტყვი და შეიძლება მომიწიოს მაგ პროცესზე პროკურორობა, სადაც კობახიძეც, ღარიბაშვილიც და ივანიშვილიც იქნებიან ბრალდებულები. ნახეთ, ჩვენ ვიცით გადასტურებულად, რომ ამ ხელისუფლებისთვის მინიმუმ 2020 წლიდან ცნობილი იყო, რომ ეს რაღაც ახალი რუკები არსებობს. ხო, იმიტომ ტელევიზორში ჩაწერა. და ასევე ვიცით გადასტურებულად, რომ 2020 წლის შემდგომ გავიდა 6 წელი და ეს რუკები არ წარუდგენიათ ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ კომისიაში. მეტი არაფერი ბრალად არ ედებოდათ ილიჩოვსკის და მელაშვილს, მაგრამ არ ედებოდათ ბრალად რომ რაღაცა ილიჩოვას და მათ ედებოდათ ბრალად რომ აი ეს რუკები არსებობდაო, იცოდნენ და კომისიას არ გააცნესო, თორე ამ რუკების საფუძველზე ჩვენ სასარგებლოდ შეიცვლებოდა საზღვარი. ის რომ არ წარუდგენიათ ეს
რუკები კომისიაში ეს არის დადასტურებული ჩემს მიერ მე გამოვაქვეყნე არაერთხელ წერილი რომელიც მივწერე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და უთხარი რომ აი ეს რუკები რომ არის თქვენთვის ცნობილი თუ წარადგინეთ მათ დამიდასტურეს ოფიციალურად რომ არა უბრალოდ მათ უთხრეს რომ არა ასეთი რუკების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის გარდა ამისა 2020 წლის შემდგომ შედგა ბატონო დავით მინიმუმ 10 შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველ პირებს შორის თავი რო დავანებოთ იქ უკვე მინისტრების დონე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს არის სრულიად ურცხვი და ქართული ოცნება არის ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი რაც კი საქართველოს ისტორიაში რაიმე ყოფილა ესე იგი საქართველოს ტელეკომპანია იმედი ჩვენი მთავრობის პრესამსახური და ასე შემდეგ აქვეყნებს ინფორმაციას რომ შედგა გულთბილი საუბარი მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის სამყაროში ძალიან ადვილი არის მათ შორის აზერბაიჯანული ენით შეგიძლიათ Google Translate-ით წაიკითხოთ შედიხართ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე და იქ ხოდებს ინფორმაცია იქაც ხოდებს ინფორმაცია აქ როდებს რომ გაიმართა შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან გაიმართა შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან და ნახულობთ ძალიან მარტივად რომ არის იქ ნახსენები დავით გარეჯი თუ არ არის არც ერთხელ არც 2000 წლამდე 2020 წლამდე და არც 2026 წლის შემდგომ საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანულ ხარისთან მოლაპარაკებებში დავით გარეჯის საკითხი არც კი დაუყენებია არ არის ლაპარაკი იმაზე რომ იმათმა რა გუპასუხეს არც კი უთხოვიათ ეგება და კის გეუნება ეგება და არას გეუნება ამიტომაც ის ბრალი რაც წაუყენეს მელაშვილს და ილჩოვას რომ მათ ქონდათ რუკები და მათ ქონდათ მოთხოვნის საშუალება და მოთხოვნა არ წააყენეს და ეს თავისთავად იყო დანაშაული ეს დანაშაული დადასტურებულად უკვე აქ ჩადენილი ამ ხელისუფლებას თუ ეხა იმასაც მივამატებთ რაზეც იქ აკეთებს პუბლიკაციაში მინიშნებას კიდე მოწმე რომ ვიღაცას თავაზობდნენ $250 მილიონ და რო არა იყო იმტოზის დღეს ციხეში და მაღალი ალბათობით ეს ხრთამი აქ აღებული ვიღაცას კობახიძის კლანში ან თვითონ ან ვიღაცის ეს ამას მე ვერ დავადასტურებ, თუმცა მე რო ვიყო მაგალითად ამ საქმის პროკურორი, აუცილებლად დაუძახებდი ჯორბენაძესაც და სხვებსაც, გავკითხავდი ან დაადასტურებდნენ არა, მე პირადად რა თქმა უნდა ხვდები, რომ მე პირადად ამ შემთხვევაში ვიტყვი უკვე არა როგორც იურისტი, არამედ როგორც ესე თქვათ, შინაგანი რწმენით ერთი ადამიანი, რომ კი მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხს ეს ხრთამი აღებული აქვს, იურიდიულად ეს მე შეიძლება ვერ დავამტკიცო. უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი აზერბაიჯანი როგორ მუშაობს და ყველა ქვეყანა როგორ მუშაობს, ვისაც ფული აქვს. ეს არის ოფიციალურად თანამედროვე დიპლომატიის ერთი უძლიერესი მიმართულება, რასაც ქვია ლობირება, რომ კონგრესმენებს ხვდულობენ შეერთებულ შტატებში და სენატორებს და უზარმაზარი სკანდალია და აქ ჩვენ ამ კორუმპირებულ და გათახსირებულ მთავრობის ყიდვას რა თქმა უნდა დაანახებ, როგორც კიკუს დაანახებენ ისე რა ქვია ორშაურიანებს და ხვეწნა უნდა და ლობირება უნდა თვითონ გამოექანებიან და აიღებენ, მაგრამ ის რომ დავით გარეჯის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ჩადენილია შეგებით ასე ვთქვათ ის იურიდიული მტკიცებულები რომელიც ყველასთვის არის ცნობილი და დარწმუნებული ვარ რომ როდესაც ეს ხელისუფლება აღარ იქნება აუცილებლად ამ ხელისუფლების პირველი პირების მიმართ წაყენებული იქნება ის ბრალდება აღდგება სამართლიანობა და აი რა ბრალდებითაც ჩასვეს მელაშვილი და ილჩოვა იმ ბრალდებით უნდა ჩაჯდეთ თვითონ ციხეში აი მე ერთი კითხვასაც მე ბატონო როჩთან გადავა როგორც იურისტი აი ეს ინტერვიუ რომელიც დაიბეჭდა ასავალ-დასავლეთში. არის თუ არა საკმარისი რომ პროკურატურა გენერალური პროკურატურა დაეწყოს და ცალსახად რა თქმა უნდა ეს არის საკმარისის და საკმარისზე მეტიც არის, იმიტომ რომ ადამიანი ამბობს კონკრეტულ დანაშაულზე მიუთითებს. პრესაში კი არა, ისე ყური რომ მოეკრათ სადმე, ესეც იქნებოდა ოპერატიული ინფორმაცია და საერთოდ დანაშაულის შესახებ პრესაში არ იბეჭდება. მაგალითად, ვიღაცა რომ მოკლან, შეიძლება დაზარალებულმა არ განაცხადოს, მაგრამ პოლიციელმა მიიღოს ინფორმაცია თავისი აგენტისგან, საერთოდ არასაჯაროდ, რა თქმა უნდა ეგრევე უნდა მივიდეს და შეამოწმოს მით უფრო როდესაც ადამიანი ამბობს რომ მას დაშვება ქონდა გრიფით საიდუმლო დოკუმენტებთან რომ ეს მოხდა რა თქმა უნდა პროკურატურას ეს უნდა შეემოწმებინა მაგრამ მე პროკურატურაზე არ მახსოვს წინა გადაცემაში ვისაუბრეთ თუ შეიძლება სხვა ეთერში ვისაუბრეთ აი საუკეთესო ახალგაზრდა გიგა ავალიანის საქმე თქვენ იცით ხო აი რაც შეიძლება იყოს პედაგოგი ულამაზესი უგანათლებულესი საუკეთესო ოჯახის წევრი მოკლეს თქვენ იცით აი როგორც გირგულიანი ზუსტად ისეთივე საქმე იყო მოკლეს ქალაქში დღისით ძისით სანამ დედა როგორც გირგულიანის დედა მირინა ინუქიძემ თავი არ ჩამოიხჩოლა ამის პროკურატურის ჭიშკართან თქვენ გახეთ რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად ძიებას პროკურატურა არ აწარმოებდა კვლელობის საქმეზე დათო რომ ძიება არ დაიწყება დედის ცივილკივილის გარეშე ნუ მე წარმოგიდგენიათ ეხლა რომ სხვა უფრო ასე ვთქვათ ნაკლებ დანაშაულებებზე არავინ არაფერს არ გამოიძიებს ჩვენ არ აქვს პროკურატურა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით ჩვენ გვყავს ხელისუფლების ნების უსიტყვოდ შემსრულებელი რაღაცა სისხლის სამართლის კანტორა ამიტომაც დავით გარეჯი გაყიდონ კი არა სულ ქუთაისი და ბათუმი გადასცენ იმას რა ქვია სხვა ქვეყნებს იურისდიქციაში სანამ ქართველი ხალხი როგორც აი გიგა ავალიანის დედა
რომ გააკეთა, არ იკივლებს და არ აიძულებს ამ ხელისუფლებას, მეტი რა თქმა უნდა პროკურატურას ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ არაფერზე რეაგირება არ იქნება. ბატონო დღეს ასავალ-დასავალში დაიბეჭდა თქვენი ისევ სტატია. აი გვაინტერესებს აი ძირითადად აი რა საკითხებს შეეხება. ისე ვიცით რომ ამ თემაზეა. მე ცოტა შორიდან დავიწყებ, იმიტომ რომ დავით გარეჯის თემა ჩემთვის როგორც ქართველი პოეტისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და ჩემთან ჯერ კიდე დაახლოებით სადღაც ალბათ 10-12 წლის წინ დამიკავშირდა საგარეჯოდან ცნობილი ზვიადის დროინდელი უზენაეს საბჭოს წევრი ალექსი არაბული ძალიან კარგი მამული და მითხრა რომ ბატონო ვაჟა, იმიტომ რომ მე მაშინაც მეეჭვებოდა ეს სიტუაცია და დავიწყე ახლა მე ხშირად ჩავდიოდი და დავიწყე ამ საქმის გამოძიებას, ასე ვთქვათ, აი ჟურნალისტურ გამოძიებას, რომ უწოდებენ, იმიტომ რომ რაღაც რამდენიმე გადაცემა მიუძღვენი მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში და ალექსი არაბულმა ცხონებულმა დამირეკა და მითხრა რომ აქ არის კაცი, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საგარეჯოს რაიონის მიწათმომწყობი, რომელმაც თითოეული გოჯი, იქ უდაბნოა, დავით გარეჯია, ჩიჩხიტურა, ეს ყველაფერი იცის და აქ უძველესი რუკებიდან დაწყებული საბჭოთა კავშირის რუკები დამთავრებული ის კი არა სამხედრო ისენი ამას ეკითხებოდნენ სად გადიოდა და ეს კაცი უნდა შეგახვედრო. ერთხელაც ჩამოვიდა ალექსი არაბული და ჩვენ სტუდიაში იქიდან საგარეჯოდან ჩავრთეთ ეს ბატონი ალექსი მითაიშვილი, რომელიც 95 წლის კაცი იყო და რომელმაც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის დავალებით ჩავავიდნენ მასთან ილიჩოვა და ისა მელაშვილი და ეს რუკები წაიღეს, უნდათ ამ რუკების წაღება, ვითომ სასარგებლოდ და მას რაღაცებზე ეჭვი შეეპარა იქ, ისეთი საეჭვო ისენი გააკეთა. მე ჩავთვალე საჭიროდ რომ სატელეფონო საუბარი და ის არ იყო, წავიყვანეთ ოპერატორი ერთი კვირის შემდეგ დაახლოებით 10 დღის შემდეგ და უკვე მედიაკავშირი ობიექტივის ოპერატორებს და იმას ჩავაწერინე ეს კაცი ადგილზე მოვიდა მართლა 95 წლის კაცი წელში გამართული რომ შეხედავდი 60 წლის გეგონებოდა ბარი ქონდა გადაკიდებული საბარავად ვიყავი და საღამომდე ველოდეთ წარმოიდგინე მომხნე და ყველაფერი ამ კაცმა მე ლოგინის ქვეშიდან გამოიღო ეს ძველი რუკები კაცო რომელიც არ მიუცი ამათ მისცა ქსეროქსი მაგრამ სამწუხაროა ამან ხო აუხსნა რომ ეს ტერიტორია იყო ქართული ტერიტორია. ამ კაცმა მთელი ისტორია იცოდა სხვათა შორის. ამ კაცმა იცოდა, რომ თქვა 1723 წელს მაგალითად სულხან-საბა ორბელიანის ინიციატივით პარიზში, საფრანგეთში იყო დაბეჭდილი რუკები, სადაც ქართლის სამეფოს საზღვრებში შემოდიოდა მთლიანად ეს დავით გარეჯი და იმის იქით 80 კილომეტრი ჩვენი იყო. იცოდა 1895 წლის რუკის შესახებ, რომელიც შემთხვევით მე როცა გადაცემაში გავაჟღერეთ ესა თაწმინდაზე ერთ-ერთ ისტორიული სახლის, ძველი სახლის ხვენში იპოვა დამოვიწყე ახლა გვარია მუსიკოსია ისა და გამოგვიგზავნა ის რუკა მაგ და ასეთი ისენი ბევრი მოიწია იცით რომ აბსოლუტურად შეიძლებოდა დეტალურად ახლა ბატონი კახასი არ იყოს იმდენი მასალა იყო რომ თუ გამოძიება უნდოდა და თუ რაღაცის დადგენა უნდოდა ბატონო რა ვიცი მანანა კინოფილმის არ იყოს რადიოლები რომ დაგროვდება იმდენი რუკები დაგროვდა როგორც უცხოეთში გამოცემული ისე რუსეთში ისე საქართველოში არ იყო აქ პრობლემა მაგრამ ამ კაცმა დაადასტურა ასევე რომ ვანო მერაბიშვილი ილიჩოვა და ეს მელაშვილი ერთმანეთს იცნობდნენ სოფლმეურნეობის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მიწათმოწყობის ლაბორატორიიდან ერთმანეთს და აი ამათ იცოდნენ ეს მომენტები და რა მონაკვეთები უნდა გადაეცათ ეს კაცი იყო აღშფოთებული რომ არასწორად გაატარა ილიჩოვამ და იმანო და მემალებიან მე რომ ურეკავ მეორო ეს რა გააკეთო ჩემი რუკები დამიბრუნეთ უკანო აღარც ის მეხმაურებაო არც ვანო მერაბიშვილი არც ილიჩოვა არც ეს ირაკლი მელაშვილი თუ რა ქვია მელაშვილი
პირიქით ესე იგი ესენი მე ხო გახსოვთ ინგა გრიგოლიამ გამოიყვანა ეთერში და როგორც გმირს ტაში დაუკრეს და დიდი მათ შერაცხეს რა ამ დროს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავეა რომელმაც ქართული მიწაწყალი გაყიდა სხვათა შორის ქართული გენეტიკისა თუ არ არის ეგეც კიდე ის არის ხა დღეს იმდენია გვარ გადაკეთებული და ნაქართული და არაქართული ვერ გაიგებ ვიდრაჯულისა ეხლა აქ ერთი მომენტი ეხლა დღევანდელ ინტერვიუში რას ვამბობ რომ ლაზარე ჯორბენაძე აცხადებს რომ ნომერი პირველი წდომა მქონდა საიდუმლო დოკუმენტებზე შესანიშნავი ჟურნალისტი ჩვენი მეგობარი ჩემი კოლეგა პროფესორი დიტო ჩუბინიძეა რა ეკითხება ერთხელ კი არა კაცო რა შემთხვევით კი არა ესე იგი ყველა მხრიდან მოუარა რო იტყვიან 9ჯერ თუ 10ჯერ ეკითხება თქვენ ნამდვილად ნახეთ ეს დოკუმენტები თქვენი თვალით გააქვთ წაკითხული თქვენ ეს დოკუმენტები წაიკითხეთ თავიდან ანუ ის აცხადებს ყველა იმაში ხო შეიძლება იცი მომეჩვენა არა კი ეს დოკუმენტები არსებობს ჩემი თვალით წავიკითხე ნომერი პირველი წდომა მაქვს უფრო ზუსტად განმარტავს რომ კოდებიო საიდუმლო დოკუმენტებზე წდომის კოდებიო ნაციონალური რეჟიმის შემდეგო ამათ არ შეცვალეს და იმ კოდებით ისევ შევდივარ ამ საიდუმლო დოკუმენტებშიო მეო პირდაპირ აცხადებს ეს კაც კი არ მალავს ამასაც და მაგის გარდა რომ ეს ახსენებს კობახიძეს რომელსაც პირდაპირ ბრალდებას უყენებს რომ შენ ხელი მოუწერე ილჰამ ალიევს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გადაცემაზე იქ ასახელებს ასევე ახსენებს სააკაშვილს ანუ იქ ამბობს რომ სააკაშვილმა რომელმაც ამ მაღლობების გადაცემაზე გააკეთა განცხადება და გადასცა აზერბაიჯანს ერთხელ 25 მილიონი დოლარი გადმოურიცხეს და მეორედ როცა მან ალიევის ძეგლი დადგა ჰეიდარ ალიევისა ჯერ თბილისში და მერე იმაში რა ქვია რუსთავში და ასევე სანაპიროს გამსახურდია ზუსტად გამსახურდია სანაპიროს შუაზე გაყოდა ნახევარი ალიევის სახელობისა გახადა 18 თუ 19 მილიონი გადაურიცხესო ამის შემდეგ აი ამ ინტერვიუში ხო არის კიდე მესამე უმაღლესი თანამდებობის პირი დასახელებული რომელიც ამჟამად ციხეშია ირაკლი ღარიბაშვილის რომელზეც ამბობს რომ ირაკლი ღარიბაშვილის 250 მილიონი დოლარი შესთავაზა აზერბაიჯანულმა მხარემ თუ ქართულ მიწაწყალს გაყიდიდა და ირაკლი ღარიბაშვილი ამ იმაზე ხალხზე არ წავიდა არ მოაწერა ხელი აი ამ ინტერვიუში დათო სამი თანამდებობის დიდი თანამდებობის პირია დასახელებული თავისი კრიმინალებით პირდაპირ თანხებით აქ ხო არ არის 18 კაპიკზე კაცო ლაპარაკია 250 მილიონი 25 მილიონი 18 მილიონი ირაკლი კობახიძე პრემიერი მოქმედი სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერი და აქ ისეთ იმაზეა ლაპარაკი და ჩამიჩუმი არის მის არც მთავრობიდან არც პროკურატურიდან არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან არც უსიდან არაფრიდან კაცო ვიღაცას ესე იგი მაპატიეთ ჟარგონული გამოთქმისა ამ ბობოლა მართველებს ადებენ ნახალკას ხო და არავინ ხმას არ იღებს ხო თუ ეს ნახალკა ცილის წამებაა მე სვავ კითხვას ამ ინტერვიუში დღევანდელში თუ ეს ცილის წამებაა და ლაზარე ჯორბენაძე ცილის წამებს რომ შენ ფული აიღე თუ რაღაცა ხელი მოაწერე თუ რაღაცა მაშინ ცილის წამებაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე თუ არა მაშინ იმაზე უნდა აღიძრას ვისაც ეს ხელს ადებს მე მაგალითი მომყავს ერთი საინტერესო მაგალითი ბატონი გოჩა ჩოგოვაძე იყო ჩემი კათედრის გამგე შემდეგ იყო ხელმძღვანელი ჩვენი სტუს რექტორიც მე იუნესკოს გენდირექტორის მოადგილე ინფორმატიზაციის სექტორის ხელმძღვანელი და ელჩი საფრანგეთში და იმის რა ქვია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მოვიწვიე არ მახსოვს სადღაც 10-12 წლის წინ სტუდიაში ახალი ჩამოსულია საფრანგეთიდან მე მგონი სარკოზის საპრეზიდენტო კარზე რაღაცა გაუგებრობა მოხდა ინციდენტი თუ აი ასეთი მსგავსი რაღაც რო ხო და შევეკითხე რომ ბატონო გოჩამეთქი აი საფრანგეთში ახლა ეს ინციდენტი ძალიან გახმაურებული აი ზუსტად აღარ მახსოვს აი იმდენი დრო გავიდა და რა
აი როგორ იქცევა ამ შემთხვევაში სახელმწიფო სისტემა, უშიშროების სამსახური, პოლიცია, პროკურატურა საფრანგეთისა, აი რა ხდება მეთქი ამასთან დაკავშირებით და პასუხობს რომ საფრანგეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, როდესაც ასეთი დიდია საზოგადოებრივი სახელმწიფო ინტერესი საფრანგეთის გენერალური პროკურატურა ვალდებულია და ასე აკეთებს. ერთ დღეში თუ არა მაქსიმუმ მესამე დღეს აქვეყნებს უკვე ღია განცხადებას აი ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეს ან ტყუილია და ცილისწამება, ან მართალია და მიდის შესაბამისი გამოძიება და დამატებით საზოგადოებას აცნობებენ ამის თაობაზე. რომ ეს ფაქტი ან მართალია, ან ტყუილია, როცა ასეთი სკანდალია. აქ ვეკითხებით, თუ ტყუილია, ესეც გამოაცხადეთ, თუ მართალია, მაშინ აღძარდეთ სისხლის სამართლის საქმე. ორივე შემთხვევაში, ხო? სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არსებობს, აგერ ბრწყინვალე იურისტია, ბატონი კახა და იტყვის, ამისი საფუძველი არსებობს, ხო? ისევე როგორც სამწუხარო კიდე რა არის, მე არ შევეძე, არ დავამატო ახლა. კაციციხეში დაჭერა როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ ჩემი სამშობლოს მიწაწყალს ვინც ყიდის შხამად შეერგოს ქართული წყალიც და ქართული მზეც რა ილიჩოვა და მელაშვილი გარეთ არ უნდა დადიოდნენ ძმაო არ უნდა დადიოდეს გარეთ არც ვანომერაბიშვილი და სააკაშვილიც მარტო ხასტუხებზე და პიჯაკებზე არ უნდა ასამართლებდნენ რა ეს არის ქართული მიწაწყლის გაყიდვა იგივე სიტუაცია ტრიალებდა კიდე ერთხელ მინდა გავეხსენოთ სოფელი კირნათი აჭარაში რომლის გაყიდვის ფაქტია სწორედ სააკაშვილის უკავშირდება რა და ესენი მიჩქმალულია ყველაფერი და ეს ნორმალურ ქვეყანაში ამის გამოძიება უნდა ხდებოდეს ჩვენი მიწაწყალი იყიდება და ეს საკითხი უკავშირდება რას ახლა რომ ესე იგი ამიტომ არ მეკვის მე ამ ხელისუფლების არაფერი რომ არაბებს აძლევენ მიწაწყალს ჩვენსას ჩვენ თვალწინ აგერ უფალმა მეტი რა დაგანახოთ ჩემო ქართველებო თქვენ გძინავთ მარტო და იმებზე აკაკუნებთ რა ქვია პულტზე თუ კლავიატურაზე რა აგერ თბილისის გარეუბნიდან ფონიჭალიდან დაწყებული რუსთავამდე არაბებს აძლევენ ქალაქის ასაშენებლად ამხელა 850 გექტარს თუ რაღაცა ხო იქით კიდე ბათუმში გონიოს და იმის და გაჩერებულია ქართველობა და არის ერთმანეთის იმაში ნაძღვაში და დინებაში. აგე ახლა ესე იგი ვიღაცა იმას მიწოდებს რა ქვია სექტანტ რა სექტანტობა სექტანტები და ჩათლახები თქვენ ახართ ვინც ვერ ხედავთ აი მეგელაპარაკებით ვაჟა ოთარაშვილი რა მეგელაპარაკებით მართლა ენები გაქვთ ამოსაგლეჯი რა ვინც ვერ ხედავთ რამხელა საშიშროებაა არაბების შემოსვლა საქართველოში და ვის დავალებას ასრულებს ეს ხელისუფლება კიდე საკითხავია და კიდე აი ეს არის გამოსაძიებელი აი მე მქონდა შეხება და ამ საშინელ ძალასთან და იმიტომ ლაპარაკობ და აი რომელიც ამართლებთ ხო გამოაცხადა ახლა ეგრეთ წოდებულმა იმან რა ქვია პრემიერმა დებატები დამისხედით მთელი თქვენი ჯოგი დამისხედით მარტო მე დებატებში და დამიმტკიცეთ რომ ესე იგი არაბებზე მიწაწყლის გაყიდვა ეს არის ინვესტიცია და სასარგებლო ჩვენი სამშობლოსაც რომელსაც საქართველო ქვია დამიმტკიცეთ აი ახლა მაგ ზუსტად ხო სასამართლო უნდა მქონდეს უზენაეში არაბებს მოუგდა ეკონომიკის სამინისტრო მე დავება რომ ჩემ მშობლიურ სოფელს წაართვას ისა ტყეები ჭალები და საძოვრები და მდელოები აი ეს ქვეყანა ხარ თქვენ უпростоრად ხელისუფლება და აი ამაზეა ლაპარაკი ბატონებო მე კიდე ერთხელ მინდა განვაცხადოთ საქართველოს ისტორიაში უხსოვარი დროიდან ქრისტემდელი დროიდან დაწყებული ქრისტიანობით და შემდგომ პერიოდში არ არსებობს არც ერთი მონაკვეთი რომ თვით მაჰმადიან მეფესაც კი ქართული მიწაწყალი გაეყიდოს ან მიეცეს მტერზე არ არსებობს აი ვერ ნახავთ საქართველოს ისტორიაში კი ხარკად უხდიდნენ გოგობიჭებს ლამაზ ქალვას შეიძლება 1000-ობით და 10000-ობით შეიძლება კარგ ბედაურებს ცხენებს ხარებს ოქროვერცხს თვალმარგალეთს ძვირფასეულობას მაგრამ არ არსებობს ვარიანტი აი ერთი მონაკვეთიც კი ერთი საქართველოს ცხოვრება იქნება თუ სხვა წყარო რომ ნახოთ თქვენ რომ ჩვენი მეფე ჩვენი ხელისუფალი
შუქნის მტერს ქართულ მიწაწყალს. ეს არის გამორიცხული. აი ამ მიწაწყლისთვის მიწის ბრძოლა თქვენ რას აკეთებთ, კაცო? ერთადერთი ვინც გააკეთა იყო ორჯონიკიძის მთავრობა. ბატონო. მეტი ანალოგია დღევანდელ ხელისუფლებასთან მე არის. ვამბობ 1801 წლამდე. სანამ ხო, მაგას ვამბობ, ანუ მონარქიის. კი ბატონო. მე აი მაინც მინდა დავკონკრეტდეთ კახარაზე იცით. აი კარგი არც ერთი მხარე არ იღებს ხმას, ხო? პროკურატურა ჩუმად არის. სახელმწიფო უშუალო სამსახური ჩუმად არის. პრემიერი ჩუმად არის, აბრალებენ დავით გერეჯგაკვლიძე ჩუმად არის. როგორ მოვიპოვოთ წვდომა? აი რა მეთოდი არსებობს, აი რა გავაკეთოთ? კი ბატონო, ეს ცენტრალური საკითხია, მაგრამ მეც მინდა ვთქვა, ეხლა რაც ბატონმა ვაჟამ ბრძანა, მნიშვნელოვანი არის ძალიან ჩვენთან სკოლებში კი ისტორია, მაგრამ რაღაცა მარტო თარიღებზე არის ხოლმე ხშირად ორიენტირებული, აი მარტივი ისტორიული პარალელია. მართლაც ბევრნაირი მეფე ყავდა საქართველოს, აუგიორგიც ყავდა, რეგვენი ერქვა ერთ-ერთ მეფეს, ბაგრატ ტაუკლარჯეთში და არ იყო ყველა ძლიერი მეფე. მაგრამ, ძლიერი მეფეები რო არ იყვნენ, მათი ცოდვები სხვა რაღაცაში გამოიხატებოდა. მიწა რო გაესხვისებინა და ტერიტორია რო გაესხვისებინა, ესეთი მონარქი საქართველოს არ ყავდა არც ერთი, ყველაზე უვარგისიც კი და ხელისუფლება ყავდა, ერთადერთი ისიც თუ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას ჩაითვალოს, საბჭოთა საოკუპაციო ადმინისტრაცია ორჯონიკიძე, რომელმაც ჩათვალა, რომ ზაქათალა და კიდე ლორე და სხვა ტერიტორიები უნდა გადაეცა მეზობელი ქვეყნებისთვის და რეალურად მეორე პრეცედენტი ეს არის ქართული ოცნება. აი ერთი იყო ორჯონიკიძე, მეორე არის ქართული ოცნება, რომელიც ამას ძალიან მაღალი ალბათობით აკეთებს. რაც შეეხება ეხლა თქვენ აი საუბრობდით პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას და სწორად მახსოვდა, მაგრამ მაინც ახლა გადავამოწმე ინტერნეტში. ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101 მუხლი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს პროკურატურამ და რაზეც ბატონმა ვაჟამ ბრძანა იგივე საფრანგეთის პრაქტიკაც და რა თქმა უნდა ისედაც ვიცოდი ლოგიკურად, მაგრამ მაინც გადავამოწმე, ხო არ შეიცვალა მოქმედ რედაქციაში მეთქი და 101 მუხლი არის ეს მოქმედი კოდექსის. ეხლა რაც შეეხება ბატონმა დავითმა რაც ბრძანა ეხლა ძირითადი საკითხი რომ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ რა თქმა უნდა პროკურატურასთან ჩივილით და სხვა სამართლებრივი გზებით ამ ხელისუფლებასთან უკვე ვერაფერს ვერ გავხდებით, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ ზოგიერთი ისეთი საკანონმდებლო აქტიც კი მიიღო ბოლო პერიოდში, რომ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს უარესიც კი არის, ვიდრე შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმის დროს მოქმედი კანონმდებლობა, თუ ამაზე შეკითხვები გექნებათ, დაგისახელებთ პრეცედენტებს, რომ დღეს ნაკლები დემოკრატია არის, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს საქართველოში, მაგრამ თავარი პოლიტიკური საკითხი რა არის, ისეთი ბატონო დავით, რომ აი დღეს მოხდა ესეთი პრეცედენტი, მე მგონი დღეს ჯერ არ გიხსენებიათ თქვენ ეთერში, ხელისუფლებამ უკან დაიხია ტექნიკური უნივერსიტეტის და ჭავახიშვილის უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი. ამ შემთხვევაში შინაარსზე მე თქვენ როცა ჩათვლით საჭიროდ, მაგრამ რატო დაიხია, ჩემი აზრით ამას აქვს მნიშვნელობა. ხელისუფლებას არ ეშინია ლიბერალური, ეგრეთ წოდებული პროდასავლური, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, პროდასავლური ძალების მიერ მართული პროტესტით, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი სექტა, რომელსაც თავისთავად ყავს შემოსაზღვრული და ხელისუფლებას ეს სეგმენტი, მოდი სექტა არ უწოდოთ, რომ შეურაცხყოფელად არ მიიღოთ, თუმცა სექტაა პრინციპში, იმიტომ რომ თვითონ შემოიფარგლეს თავიანთი თავი. ხელისუფლებას გაზომილი აქვს ეგრეთ წოდებული პროდასავლური და ლიბერალური სეგმენტი და დაახლოებით 30-40%, რომელსაც გაჭირვებით, წვალებით, გაყალბებით, მაგრამ ჯობნის არჩევნებზე. ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო საშიში არის აი ეს ეგრეთ წოდებული შუაშისტები თუ ცენტრისტული სეგმენტი დავარქვათ, რომელიც არ მიეკუთვნება არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების დაახლოებით 30-40, შეიძლება 50%, მოკლედ კიდე ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არის პასიური და არ ერევა პოლიტიკაში. თუ ისინი ჩაერთვენ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში, დღეს თუ არის დაახლოებით 1-1 თანაფარდობა ქოცებსა და ლიბერალებს შორის, მაშინ ეს წონასწორობა ირღვევა დრამატულად და ამასთან მორევა უკვე ბიზინა ივანიშვილს და მის რეჟიმს აღარ შეუძლია და ეს სხვა შორის ძალიან კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე რაც ცვლილებაც მოხდა. ეს საკითხი ხელისუფლებამ უკან დაიხია ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხი ჩემი აზრით ერთადერთი მიზეზის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ იყო არც მასშტაბური პროტესტი და არც დიდი არაფერი, მაგრამ ამ პროტესტის წინა ფლანგზე გამოჩნდა არა ნაცები, არა ლიბერალები, არა ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი და მედია, არამედ სხვა საზოგადოება, რომლიცაც ხელისუფლებას ეშინია. იმიტომ რომ ეს, ასე ვთქვათ, მის ანგარიშში არ არის. ეს ხალხი დათვლილი არ არის. მისი მართული არ არის ეს ხალხი. გარდა იმისა, რომ მისი მართული
ჩართული არ არის და თუ კიდევ ერთხელ გეუბნებით მარტივი მათემატიკა რო ვთქვათ, მე-13 დაახლოებით ამ ქვეყანაში არის ლიბერალი, მე-13 არის ანკოციან კონცეფტს მიყიდული და მე-13 არის ეგრეთ წოდებული შუაშისტი. ეს შუაშისტი სანამ არის პასიური, ნუ ერთი ერთზე ხელისუფლება ერევა იმ დანარჩენებს. მაგრამ თუ ეს საზოგადოება და სეგმენტი გახდა აქტიური პოლიტიკურ პროცესში, ეს უკვე ხელისუფლებისთვის არის გადაულახავი წინააღმდეგობა და ამიტომაც დაიხია ხელისუფლებამ ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხი, რომ ეს ხალხი უნდა მიაძინოს. ხელისუფლებამ კითხვა თავის დროზე ივანიშვილმა, რომ შუა უნდა გაჩაირეცხოსო, მაგრამ ნუ სინამდვილეში დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ შუა უნდა მივაძინოთ. ეს არის ხელისუფლების სტრატეგია. შესაბამისად, მე მგონია, რომ თუ ვინმეს მართლა უნდა რეალური და საღი ოპონირება დღევანდელ ხელისუფლებასთან შედეგზე ორიენტირებული, ეს უნდა იყოს შუას გამოღვიძება. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ვნება მიაყენა პირდაპირ ვიტყვი პროდესალურმა პოლიტიკურმა სპექტრმაც და მედიამაც მთლიანობაში ოპოზიციურ ბრძოლას, რომ მათ გამოაცხადეს 5 წლის წინ, განსაკუთრებით აი 2020 წლის აშუქების შემდგომ, რომ პროდესალურ მედიაში ლაპარაკის უფლება აქვს მხოლოდ პროდესალურ პოლიტიკოსებს და ყველა ვინც არიზიარებს რაღაცა თავიანთ პროდესალურ LGBT და სააკაშვილზე ორიენტირებულ სტრატეგიას, ის ხალხი აკრძალეს პოლიტიკური დღის წესრიგიდან. რამაც გამოიწვია პირდაპირ ივანიშვილის თამაში ითამაშეს, რომ დატოვეს აქტიურ პოლიტიკაში ის ხალხი, რომელსაც ხელისუფლება ერეოდა. დღეს ამოცანა არის, მათ შორის მე იმედი მაქვს, რომ ის პროდესალური მედიას დასკვნებს შეცნობებიდან გააკეთებს. დღეს ამოცანა არის, რომ უნდა გაუქმდეს ეს, ასე ვთქვათ, ხელოვნური ბარიერები. ვინც არის დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ, აი როგორც ბატონო ვაჟამ ძანა, მიწის გამყიდველი, ხალხის გამყიდველი, ტერიტორიის გამყიდველი რეჟიმის წინააღმდეგ, აღარ უნდა მოხდეს ამ, ასე ვთქვათ, სპექტრის დანაწილება. და აი ეს ეგრეთ წოდებული შუა თუ რა დავარქვა, საღი აზრის გაღვიძება უნდა მოხდეს. თქვენი გაერთიანებაც ბევრს აკეთებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რაღაცა დიდი ფორუმი არის საჭირო, რაღაცა დიდი შეკრების ადგილი არის საჭირო, სადაც უამრავი ესეთი ჯგუფი თუ სოციალური ქსელების გვერდი არის ბევრი, რა ვიცი, ჩვენც რა ვქვია, ერთად არაფერი არ ვქვია სახელი, ეს ხალხი უნდა შეიკრიბოს და ეს უნდა გახდეს ერთი დიდი მოძრაობა, რომელიც ჩემი აზრით ამ ხელისუფლებას უკან დაახევინებს. იმიტომ რომ ის საიდანაც დღეს ხელისუფლებას უკაკუნებენ, ხელისუფლებას არ ეშინია პირდაპირ თქვათ და თვითონაც იციან, ეხლა აღიარებენ, რომ რაღაცა შესაძლებელი არის, აწი კაი დროსი არის, იმდენი შეცდომა დაუშვეს და იმდენი, ამიტომაც მე ვფიქრობ თქვენ რომ ამბობთ, რომ აი რა არის სტრატეგია, არ თქვი რომ ეხლა რაღაცა იურიდიულიც უნდა ვაკეთოთ, განაარდო ვაკეთოთ, მაგრამ ხელისუფლებას ეხლა ბურუსის სასამართლოში რომ უჩივლოთ, ჩვენ ამისი ხო არ ეშინია გასაგებია. ხელისუფლებას ეშინია აი ამ არაპროდესალური, არალიბერალური საზოგადოების გამოღვიძების, კონსტრუქციული საზოგადოების გამოღვიძების. ეს არის ის შეიძლება ცოტათი ობიუატელის დავარქვათ ამას, მაგრამ ის ხალხი არის, რომელიც ასე მსჯელობს, რომ კი ეს ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ დამიმტკიცე, რომ თუ ეს ხელისუფლება შეიძლება წინა არ მოვა, რომელიც მასზე უარესი იყო. ამიტომ სანამ ამას არ დაუმტკიცებ და სამას ვიზუალურად არ დაანახებ და სანამ ოპოზიციური მედიიდან ხედავს, რომ ხატია დეკანოიძე ელაპარაკება სამართლიან სასამართლოზე და თინა ბოკუჩავა კიდე რაღაცა გამჭვირვალობაზე, არ ჯერა ამ ქართული ხალხის უმრავლესობას, რომ ეს ცვლილება უკეთეს მოიტანს და პრინციპში ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ყველა ერთად რაც უნდა ვაკეთოთ არის ისეთი სივრცე უნდა შეიქმნას, სადაც იქნება, რა ვიცი, გინდა ეროვნული ძალები დაარქვით ამას, გინდა შუაშისტები დაარქვით, გინდა ცენტრისტები დაარქვით, გინდა არალიბერასტები დაარქვით, მაგრამ საჭირო არის აი ამ საზოგადოების კიდეც გამოღვიძება და კიდეც კონსოლიდაცია. მათ წინაშე ივანიშვილის რეჟიმი არის უძლური და ეს დაადასტურა დღეს კობახიძემ, რომელიც ეხა ბოდიშებს იხდიდა, რომ არასდროს თურმე უთიფარი არის ეს დღეს განცხადებას ეხა IP-ზე ვკითხულობდი პარალელურად. არადროს არ მეთქვია უნივერსიტეტები რომ უნდა გაერთიანდნენ. მე განათლების რეფორმაზე ვსაუბრობდით, რომ უნივერსიტეტის გაერთიანებაო, ეს ამაზე ხისტად არასდროს არ მისაუბრიაო. აი ხო, ასე ვთქვათ, როგორც იტყოდნენ ადრე ალოკა თავისი გადაფურთხებული, კიდე ძალიან ბევრჯერ ალოკავს. ოღონდ აუცილებელი არის სწორი ოპონირება. ჩვენ ახლა ქართველთა დიდმა გაერთიანებამ გამოაცხადეთ ადრე გასულ წლის ბოლოს, რომ აი როდესაც ესეთი პრობლემებია ქვეყანაში, მნიშვნელოვანი ცენტრალური პრობლემებია, ხო? ერთიანი ფორუმი შევთავაზეთ. რომ იქ შეიძლება არის ახლა ძალიან მრავალი პარტია, მაგრამ მოდი აქ ნუ დავიყვებით პარტიებად და პრობლემის, აი მაგალითად დაიწყო არაბული მშენებლობა, ხო? აი ამ პრობლემის წინაშე ყველა ერთად დავდგეთ, ეს შევთავაზეთ. ჩვენ ალბათ ძალიან მალე მოგვიწევს ქართულთა გაერთიანებას დაანონსება ერთი დიდი აქციისა, სადაც ჩვენ ყველას მოვიწევთ, პროფესორასაც მოვიწევთ, რაც ახლა კახა საუბრობდა,
განათლების სისტემიდანაც მოვიწვევთ, ანუ მოვიწვევთ იმ პარტიებიდანაც, ვინც საღათ უყურებს აი ამ პროცესებს, ამ მოვლენებს და არა ისე, რა ქვია, ივანიშვილის, რა ქვია, ის რომ არის, აი ბუტკა რომ არის, გულაშვილის ბუტკა რომ არის და არავითარი არაბიზაცია არ ხდებოდა და არავითარი ისე პირიქით ჩვენ გვეძახიან ხო სექტანტებს და დროზე იმას ქენით თუ რა ქვია, ეგ ხალხიო დროზე დააკავეთ და დროზე მიხედეთ თან. თვითონ ყიდია ყველაფერს. საქართველოს ქართული მიწების კიდევ 70% გაყიდულია ისე რომ ქართულმა ხალხმა არ იცის. აი ამ მოღალატეებმა ამ ანტიქართულ ძალამ და ჩვენმა დაგვყავონ თურმე. და ჩვენ გავყიდეთ კაცო დავით გარეჯი, ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწები, ჩვენ ეშოვაში ვართ. ამიტომ ამათ უნდა ვაჩვენოთ ძალა, ახლა და ძალიან კარგად დავაორგანიზებთ ამას და იმედი მაქვს მე რომ საღი ხალხი ეს პარტიები იქნება, განათლების სისტემიდან იქნება თუ რა ქვია, მეწარმეები ვინც არის, რა ვიცი, ცოტა ყავს, მაგრამ რაღაცა ხო არის, რაღაც სეგმენტი. ალბათ ყველა გამოვა მე. დათო, აი მე ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთე, ეხლა შენ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთე, რომ ყველას მოუწოდებ საერთო პრობლემის გარშემო გასაერთიანებლად, ყველა პოლიტიკურ ძალას თუ არაპოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ გაერთიანებას თუ ასე შემდეგ. მეც ეხლა თქვენ გვერდზე ვდგებარ, ჩვეულებრივ მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არც ვაპირებ აღარც პარლამენტის წევრობას, არც რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობას. მე ვარ მეცნიერი, მე ვარ პოეტი, ამიტომაც მქონდეს შესაძლებლობა, რომ ის რაზეც მე ვმუშაობ, იმას ვერავინ ვერ დაწეს, ვერ გამოიკლებს ვერავინ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სააკაძის ცხოვრებას და ფენომენს ამილახრებს და საამილახროს ისტორიას, ჩემი კასპიის რაიონის ისტორიას, რომლისთვისაც მინდა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის წლები შევძირო. არ მაინტერესებს არც ერთი თანამდებობა, არავინ არ თქვას, რომ ეხლა ვაჟა უთარაშვილი იმიტომ მოვიდა აქ, რომ რაღაცა დეპუტატობა უნდა, ან მინისტრობა, ან რაღაც არაფერი. და იმიტომ წავედი ვზივარ და 24 საათი ვმუშაობ ამ საარქივო მასალებზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი ესეთი ისტორიული გადახვევა მინდა გავაკეთო, რომ როდესაც გიორგი სააკაძემ რომელიც გადახვეწილია სპარსეთში და იგებს ამ დიდი ბოროტების შაჰაბასის აღზრახვებს ქართულ მიწაწყალთან დაკავშირებით, აქ მარტო ის კი არ იყო თავადების მოსყიდვა იმდროინდელი ისა დღევანდელი გრანტებს რო ეძახით, ხო ის ქვისები იყო იმდროინდელი გრანტები, იქ შადი მამბარათაშვილთან, ფასადან ციციშვილთან, ხოსრო ჯავახიშვილთან და შაჰაბასმა კახა თავის კანონმდებლობაში, სამოქალაქო კანონმდებლობაში სპარსეთს შემოიტანა ესეთი ნორმა, რომ მის ვასალობაში მყოფი ამასის ზავის მერე 1555 წელს აღმოსავლეთ საქართველოს მიწაწყალი თუ მისი ბეჭდით არ იქნებოდა დამოწმებული, ფეოდალს არ ეკუთვნოდა, ვთქვათ, სამუხრან ბატონო, საციციანო და ასე შემდეგ. და უნდა ყოფილიყო ბეჭედი და ბეჭედზე როგორ აწერია, იცი მე დავბეჭდე წიგნშიც. მონა შაჰისა ვთქვათ და იქ მოაწერდა ციციშვილი, ვთქვათ, მონა შაჰისა, თვით მეფე, ვთქვათ, ლუარსაბ მონა შაჰისა, ქაიხოსრო ჯავახიშვილის. ანუ შენ არ გეკუთვნოდა, ის მიწა იყო ირანელის და ეს ფირმანი ჩამოუტანა იმას, დაქვია გიორგი სააკაძემ. ყველას გააცნო, მთელი ამ 5 წლის განმავლობაში მართლა დიდი სამუშაო ჩაატარა და კიდე მეტი ზოგს როგონია რომ 3 დღეში მოახდინა აჯანყება ვიღაც იდიოტებს, აი შათირის წერილი დაიჭირა და ეს. არა ბატონებო, ყველას აჩვენა რომ ქართული მიწაწყალი ფაქტიურად გადადიოდა ირანის სამეფო კარის ხელში. და აი ამ დიდმა სატკივარმა მიწასთან დაკავშირებულმა, ხო? ციციშვილებიც, მუხრან ბატონებიც, ქსნისერის თავებიც, ბარათაშვილებიც, ეს ყველა გააერთიანა. და მარტყოფის ველზე გამოვიდა როგორც ქართლის, კახეთის და პლუს ამისა. მან აჩვენა რომ დასავლეთ საქართველოს შავ ზღვაზე უნდა გასვლა და მიეხმარა მისი, რა ქვია, გურია სამეგრელოს ლაშქარი, იმერეთის ლაშქარი, პირდაპირ მუსტაფა ნაიმმა ხო წერს არა აშიქბაში, დადიანის სამეგრელოსი, ოდიშის სამეგრელოსი და გურიელი და ისენიო. ანუ გაიმეორა დიდგორის ველი, იმიტომ რომ ქართულ მიწაწყალს ეხებოდა და
დღეს ქართულ მიწა-წყალს ეხება და აი ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვი ახლა, იმიტომ რომ ეს იმას ხო არ ეხება რაღაც კონკრეტულ ერთ პრობლემას, თქვა ელექტროენერგიის მიმატებას, ან წამლების გაძვირებას თუ კვერცხის გაიაფებაზე, ამათად კვერცხის გაიაფებით რომ თავი მოაქვთ, ხო? რაღაცა ორი თეთრი გაიაფდა. ეს უკვე ქართულ მიწა-წყალს ეხება და მე ვფიქრობ, რომ ავიცი მე ისევ დარდობ ამაზე გამები არ ამძინავს მართლა ეთყობა იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი შევეჯახი ამ მიწა-წყლის დაცვის პრობლემას და მე ვერც წარმომედგინა კაცო რომ ჩემს სოფელში ახლა სადაც გაზრდილი ვარ სადაც მართლა თავი მომწონს რომ სხელოსციხია ჯვარისწყია ამილახრების სასახლები და ესენი აღმოჩნდებოდა რომ ესე იგი არაბული სოფელი უნდა აშენებულიყო თავისი მთელი ინფრასტრუქტურით და თავისი სალოცავებით და ყველაფრით კაცო და ამას ეწახდნენ ინვესტიციას ხო იგივე ახლა ის თუ 135 სახლზე შენდებოდა ახლა აგერ გეუბნებია რომ თბილისთან მიმდებარედ 500-1000-იანი დასახლება უნდა გაკეთდეს და აქედან 60% იქნება არა ქართველიო ახლა აი როგორ შეიძლება ეს მიიღოს ნორმალურმა ქართველმა როგორ შეიძლება ახლა შუალედური ფენა იყოს თუ აქაური ფენა იყოს თუ რაღაცა ის ვეძახოთ 30% აქეთო იქით როგორ შეიძლება რომ აი ამ სამწუხაროდ იღებს ამნაირი ხელისუფლება ხარი დაუჭირო შენ როგორ შეიძლება რომ შენ მიწა-წყალს გიგრი სხვაზე შენი სახლიდან გამოგაძევებს შენი სახლიდან არ გეგონოს რომ ეხლა ტრილიონერები არიან ხო ვიღაცა მოვა და პირდაპირ იყიდის ერთ სოფელს და გეტყვი რომ ესეც ვიღაცა აიმან იყიდა ძმაო და ეხლა აქედან დაახვიე წადი იმიტომ რომ ჯერ კიდე იმაზეა რა ქვია 50-50-ზე ქართული მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარება საქართველოში და როცა უკვე წახვალ კიდე უფრო დაბლა და აი საიცებს მე თავში ჩაგარტყავენ და საშიშროება გახდება არ ვიცი რომელიღაც სასულიერო პირმა შესანიშნავმა სასულიერო პირმა აი გვარი დამავიწყდა სხვათა შორის დასავლეთში იყო თუ არ ვწდები იქაც ამ შესანიშნავ გაზეთში დაბეჭდილო თქვა რომ თუ ასე გაგრძელდა ბატონებო საქართველოს უნდა ელოდოს უცხო ტომელების ბატონობის ქვეშ მონობის ქვეშ ყოფნასო ქართველი ერიო მე მიკვირს აი ამ პრობლემატიკაზე რომელიც არსებობს რატო ხმას არიღებს წმინდა სინოდი კიდევ ერთხელ მინდა მივმართო უმორჩილესად როგორც მორწმუნე მრევლმა როგორც თეოლოგმა როგორც თქვენმა პატივისმცემელმა წმინდა სინოდის წევრებო შეიკრიბეთ ცალკეული სასულიერო პირების ცალკეული მღვდლების ან ცალკეული ეპისკოპოსების პოზიციის დაფიქსირება ეს იქნება მამა არჩილი, მამა გიორგი პავლოვი თუ სხვები და სხვები ეს არ ნიშნავს იმას რომ თლიანად ეს არის საპატრიარქოს აზრი და წმინდა სინოდის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი უდიდეს პატივისცემ ბრძენ პატრიარქს მაგრამ უძლურებაშია ჩავარდნილი შეიკრიბეთ წმინდა სინოდი შეიკრიბეთ და თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სამ საკითხზე პირველი ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით ეს არაბებზე იქნება ეს ირანელებზე იქნება თურქებზე თუ ინდოელებზე და ასე შემდეგ მეორე მიგრაცია ემიგრაციის პოლიტიკაზე მე ადრეს ვთქვი სხვათა შორის ეს ხმამაღლით ერთ-ერთ გამოსვლის დროს ჩვენ თავი მოგწონს რომ გვაყავს შეიძლება თემას ავწვდი მაგრამ უნდა ვთქვა ეს ჩვენ თავი მოგწონს რომ ყავს ბრიტანეთის და იმისი ამერიკის თუ ჩრდილოეთ ამერიკის და ამის და იმის ეპისკოპოსები და ეპარქიები საქართველოს ისტორიაში ახლა თქვენ გეკითხებით ამ წმინდა სინოდის წევრებს ყოფილა როდისმე შემთხვევა რომ საზღვარგარეთ ეპარქია ქონოდათ პირიქით თქვენ უნდა მოუწოდოთ იმ ხალხს იმ ემიგრანტებს რომ საქართველოში დაბრუნდნენ მიუხედავად იმისა რომ ქართული ეკლესიები იყო წმინდა მიწაზე ხო ან სხვაგან არასდროს არ ყოფილა შემთხვევა იმისი რომ ქართულ მიწაზე დაბრუნებისთვის თქვენ იქ ესე იგი უქმნით სასათბურე პირობებს ჩხალებში და თავი მოგწონთ რომ იქ აი ამერიკაში ქართული ეკლესიები და იმაში ხალხი ბატონო ანუ ის ხალხი კი ბატონო დადის იმაში იმ ეკლესიებში იმათი შვილები და შვილიშვილები ქართველები აღარ არიან მერე და აქ კიდე შაგრენის წყავით ილევა საქართველოს ამიტომ ეს საეკლესიო პოლიტიკა არ არის სწორი შეცვალეთ აი ამის თაობაზე იმსჯელეთ
მე გულის ტკივილით ვამბობ და მოგძალებით. მე ბოღმით და შურით და რაღაცა იმითი ნიშნის მოგებით არ გეუბნებით. მე გამწარებული ჩემ სამშობლის ტკივილი მამწარებს და ამით გელაპარაკებით. რომ ეს პოლიტიკა, საეკლესიო პოლიტიკა, რომ იქ იმაში გაქვთ ეკლესია და ამაში ეკლესიის ხალხი აქ აღარ ბრუნდება და საქართველოს ხვები ისაკუთრებენ და ამას ვერ ხედავთ თქვენ თუ იქ ეხლა არ მინდა საბადა ვიღაცები რო არიან აქეთ თან პატრიარქს რო ებძვიან და თან იმას ხო და კოჭაობენ ერთ ამბავში არიან არ შეიძლება არ შეიძლება ესეთი ეს პოლიტიკა შეცვალეთ პირიქით ჩვენი საეკლესიო მოღვაწეები რომლებიც ხართ საზღვარგარეთ მრევლს უნდა მოუწოდებდეთ და თქვენ უნდა უკეთებდეთ ორგანიზებას მიგრანტების დაბრუნებას საქართველოში მათ კი არ უნდა ეწევრდეთ მარტო წირვალოცვას ყოველ ხანდაგებაში უნდა ეხმარებოდეთ რომ აქ დაბრუნდნენ ქართველობა დაკსარიელებული სოფლები რო აქ რისთვის აშენებთ მე ეკლესიებს აბა გაიარეთ ერთი თიანეთის რაიონი დუშეთის რაიონი კასპიის რაიონი გამოკეტილი ისინი სკოლები რო იხურება ერთად წინდა სოფელში სკოლა დაიხურა ნოსტეში ისტორიულ სოფელში სკოლა დაიხურა იცლება სოფლები რომელი ერთი ჩამოვთვალო და იქ წინარეხში კიდე ის არაბული სოფელი შენდება ისე 4 დღეში იქიდან ერთი წება არაბები გავყარეთ და 4 დღეში ეხლა სხვას მიეცით და თქვენ მანდ იმაში რა ქვია კეთილმოწყობილი ისინი გაქვთ რა ქვია ეკლესიები რა ქვია იმაში რა დიდ ბრიტანეთში და შვედეთში და ფინეთში და იმაში რა ქვია ამერიკაში რა პოლიტიკა ეს რა საეკლესიო პოლიტიკა ეს საქართველოს იცლება სისხლისგან აქ ჩამოვიდეს მრევლი აქ ჩამოვიდეს ქართველობა ესე რომ გაქცეულიყო ყველა ჩვენგან აქ არავინ არ იქნებოდა იმ ათონის მთაზე და იმ წმინდა მიწაზე რო იზრდებოდნენ ჩვენი გალობლები მხატვრები თუ ხატმწერები ისევ აქ ბრუნდებოდნენ და არა იქ საცხოვრებლად მუდმივად და კიდე ერთი მომენტი და აუცილებლად უნდა ითქვას ტექნიკური უნივერსიტეტის და თსეუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე რომ ეხლა გავრცელდა საუბარი მე არ მისმენია მაგრამ გადმომიგზავნეს ეხლა რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების გაყიდვაზე ყოფილა ლაპარაკი ესე იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს როგორც პრემიერმა განაცხადა 1990 წლამდე რაც ჰქონდა ტექნიკური ფაკულტეტები მხოლოდ ის დარჩება ხოლო ის ფაკულტეტები რომელიც შემდგომ შეიქმნა რა ჩამოეცლება მილევად რეჟიმში იქნება და მილევადი რეჟიმი ამათი იყო დასასრული იყოს 2028 წელში ღმერთმა ქნას და თუნდაც მანამდე სწორედ ამ ფაკულტეტებმა შეინახეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მეორეც რატო გიკვირთ ერთი ხო ევროპისაკენ მიდიხართ არა მე კი ავიცი რომ ევროპისაკენ არ მიდიხართ და არაბეთისაკენ მიდიხართ თქვენი მოღვაწეობით თქვენი ვიზიტებით თქვენ ევროპაში არავინ არ აღგებულობთ უკვე თქვენ მიდიხართ მარტო საუდის არაბეთში და ეგეთ ქვეყნებში სხვაგან თქვენ რა გინდათ და რა მასაჩუსეტის ინსტიტუტს ამ უცნობილეს ინსტიტუტს თავისი ჰუმანიტარული მიმართულება სამართლებრივი მიმართულება არ გააჩნია თქვენ ხო აქვთ ევროპული თუ ამერიკული განათლება მიღებული სოროსის იმებში სოროებში არ გააჩნია ან კემბრიჯს ან ოქსფორდს არ გააჩნია ამათ ის ტექნიკივე ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტს არ გააჩნია თავისი სამართლებრივი და ჰუმანიტარული მიმართულებები გააჩნია ბატონები რატო გიკვირთ რომ გპ-ისაკ და ან რატო უნდა ჩამოართვათ რომ მე ეს კორპუსები გაყიდოთ როგორც მოარული ხმები ამბობენ რომ აი გპ-ის მეორე კორპუსი ეს ისტორიული შენობა სხვათა შორის ან კიდე გპ-ის მეექვსე კორპუსი რატო უნდა გაყიდოთ მოარული აღარ არის უკვე დაადასტურა პრემიერის რომ დაადასტურა ხო აი ანუ თქვენი მიზანი ქართული მომავალი თაობის სრულყოფილი საგანმანათლებლო აღზრდა კი არ არის აი ამ კორპუსების გაყიდვა და ჯიბეში მაყუდის ჩადება და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ამას ვამბობ კაცო მე პოეტი კაცი აი ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ეს არის ქვეყნის ღალატი ქვეყანა რომელსაც უხსოვარი დროიდან ფაზისის აკადემია ჰქონდა ქვეყანა რომელსაც იყალთოს და გელათის აკადემიები ჰქონდა
თქვენ ეხლა ფუნდამენტალურად უნგრებთ განათლების სისტემას. გამოსავალი რა არის? იკითხავთ, რომ აი ოთარაშვილი სულ ამ უარყოფითელია. გამოსავალს გეტყვით ძალიან მოკლედ და დავასრულებ ჩემ გამოსვლას. პირველი საქართველოში არის 19 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. იმიტომ რომ თქვენ მოყევით ყველაზე დიდი განადგურებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გპ-ის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის. შემდგომ გეგმაში გაქვთ სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? გასაგებია. თუ თქვენ გინდათ რომ განათლება აღორძინდეს საქართველოში, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები უნდა იყოს უფასო. შესაბამისად მიღება უნდა იყოს მკაცრი პროფესორ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი და არა 1000 და 1200 ლარი როგორ უნდა გაზარდოს 1200 ლარად პროფესორმა დოქტორანტიც და დოქტორანტი რომელსაც წელიწადში უხდება 3000 თუ 3500 და მეტის გადახდა რომ სადოქტორო დაიცვას აინშტაინი რომ დაიბადოს და რომ დაიბადოს რეზერფორდი ხო საქართველოს და ახალი ნიკო მუსხელიშვილი თუ 3 წლიანი დოქტორანტურის ის არ გაიარა ვერ დაიცავს დისერტაციას ხო ანუ ფული არა აქვს როგორი ნიჭიერიც გინდა იყოს აი ამას შეხედეთ განათლების რეფორმას რო ყბედობთ აი ეს არის მთავარი რომ ამას მიაქციოთ ყურადღება რომ მიეცი ნიჭსა გზა ფართო ის გენიალური ბრძნული სიტყვები თქვა ბუმბერაზმა პოეტმა მიეცი ნიჭსა გზა ფართო აი ამ მიეცი გზა ფართო იყოს უფასო უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფო ისეული ხელფასი პროფესორ მასწავლებლებს და დოქტორანტურაში იყოს მკაცრი მიღება მაგრამ იყოს თუნდაც სიმბოლური გადახდა არა 2000-ები და 3000-ები იყოს სადღაც წელიწადში 200-300 ლარი და მეტი არა აი თუ გინდა რომ მეცნიერება აღორძინდეს და რომ ამბობთ ბაზარს მორგებული უნდა იყოს განათლების სისტემა ბაზარს განათლების სისტემა კი არ უნდა მოერგოს თქვენ ეროვნული მრეწველობა და ეროვნული სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინოთ რომლის უფლებასაც საერთაშორისო ბოროტი მსოფლიო ორგანიზაციები არ გაძლევენ რომ არც ქარხანას აშენებთ არც ფაბრიკას აშენებთ სადაც დასაქმდება ეს ხალხი აი მაშინ განვითარდება მთლიანად ქვეყანა. აი ეს არის რეფორმა ბატონო და დანარჩენი ახლა თუ შენობების გაყიდვა გინდა და მაყუთის ჯიბეში ჩადება პირდაპირ განაცხადეთ რა თამაშს თავი დაანებეთ. ვიდრე კახა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვით გადმოვიდოდეთ. აი მცირე რამოდენიმე საკითხი მინდა შევეხო საპატრიარქოს თემას ძალიან ფრთხილობ ხოლმე, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილები ვართ უკვე ჩვენ ფაქტიურად საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რომ საპატრიარქო ფაქტიურად აღარ არსებობს ეს არის სრული სიმართლე აღარ არსებობს მე ერთმანეთს ვიტყვი ჩვენ როდესაც მივედით ძალიან კეთილი განწყობილად გასულ წლის ბოლოს საპატრიარქოსთან პასუხი ვერაფერზე ვერ მივიღეთ არა ეს არის ერისათვის ქართველი ერისათვის უმნიშვნელოვანესი თემა წანისის დღეფარს და არაბული ქალაქების შენებლობას ეხებოდა აგერ დავით გარეჯი ამხელა პრობლემაა და ესეთი რაღაცა გახდა ცნობილი ამხელა ცენტრალური გაზეთით ხო ამაზე ხმას არიღებენ ქართული მიწები ამხელა ის ამოვიღეთ ხო საჯარო რეესტრიდან გამოფინეთ ამაზე ხმას არიღებენ ეხლა თქვენ რო ახსენეთ იქ კიდევ ამერიკაში რაღაც განყოფილება რო საბარომ არის ხო უშუალოდ ჩემი შვილი ცხოვრობდა იქ და მომიყვა გაოცებული დარჩი $25 თუ არ გადაიხდიო ვერ შეხვალო არ გიშვებენ ტაძარში კორუფცია გაქანებული ეს ეკლესია აი ფულს არ გადაიხდით ტაძარში ჩალოცავად არ შეიშვა კი მაგრამ საპატრიარქოს ხო აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი ის განყოფილება შეინახონან და გააუქონ მაშინ დააზრებს მაშინ ესეთ იმას ხო ვინც ეხლა როგორც კიდე ის გამოაკერო მკუდები ამას ხო უშუალოდ ჩემი შვილი მოესწრო ამას ხო და აღარ არსებობს მე ერთ რამეს დავამატებდი რომ ქართველმა ხალხმა ამის დრო უკვე მოდის ახლოვდება ვინაიდან მთლიან მოიხურეს ყური და აღარაფერში აღარ ერევიან ქვეყანა გვეღუპება გვეცლება ხელი და საპატრიარქოს თუ მოგისმენიათ მთელი ერთი წლის განმავლობაში ამოდელა მიწები და ის რო გაიყიდა ერთი განცხადება საწინააღმდეგო გაიყიდა პირიქით კრწანისის ტყეპარკი 25% დაახლოებით მაგათ ეკუთვნოდათ
სამაგიეროდ გაუცვალეს ეს და იქით აიღეს ქობულეთისკენ, ხო ესეა. ფაქტიურად გაყიდეს. ესე გამოვიდა. ახლა რამდენიც გინდა დავხუჭოთ თვალე. გაყიდეს ბატონებო და გაყიდეს და ამიტომ ხალხი მოითხოვს უკვე ეს დრო დადგება და ძალიან ავტორიტეტული მიტროპოლიტებისგანაც უკვე მომისმენია რომ რუის ურბნისია საჭირო და ეს დრო ახლოვდება უკვე და მალე დადგება ეს დრო. იაკობის ნაირი ლოთი და გარეწარი იქიდან თქვის დარგებას რო დაგვიწყებს ის როგორ შეიძლება იმაში იყოს წმინდა სინოდში იყოს ხალხო. ავტომატი ეკავა და ლაჩხავას მოადგილე იყო იქაც თბილისში და ხალხს დაძლებდნენ იმით ავტომატებით. და ვიღაცა კიდევ კანონიერი ქურდიაო კაცო მოქმედი კანონიერი ქურდიაო წმინდა სინოდში გესმით თქვენ ძალიან ცუდად არის საქმე კანონიერი ქურდიაო წმინდა სინოდში ვინ არის პირდაპირ თქვენ კაცო ეზეალა ოღონდ თქვენ დიტოს საუბრობდა ინგლისს ერმილეს და გუში დიტო შუბინიძე კაცო ასავალ ჟურნალისტი საუბრობდა მოქმედი კანონიერი ქურდია წმინდა სინოდში ну არ ვიცი ახლა რასთან გვაქვს საქმე ახლა კახა ესე ერთი ყველაფერს უმრავლესობის პრაქტიკა არა ის კიდევ სხვა იყო აქ რო მასაკრეს გაკურდეს იმაში სამების ტაძარში მეო სადნავიჩილო მაყურებელი ვიყავიო ვერაზეო და 36,000 დოლარი თაროზე ეწყვეთ ახლა გავიცი და ოქროულობა კიდეს ბრილიანტები სხვა იყო კიდევ მოძღვარს რა დაგვდენ სამდელა ის კაცო რა ვიცი მე რა ხო და კახა ჩვენ ახლა აი მინდა ძალიან აი კომპეტენტური იურისტი ხარ და აი ეს მაინტერესებს ახლა მეკითხი ამ ყველაფერს გადასაჭმალავად და ამ ყველაფერს მისაღწევად რომ მთელი საქართველო გაკიდონ ქმნიან რაღაც დიქტატორულ კანონებს კი ბატონო ტროტუარზე არ დაგაიარო დაგიჭერენ თუ მოაწყე რაღაცა აქცია რო ვიღაცას ისინი ჩათვლიან რომ შენ თურმე შეუშალე ხელი გამლეგამოდეს შეიძლება სულ არ შეუშალო მაგრამ ჩათვლის ასე საჭიროდ ეხლა შემოაქვთ კიდევ ახალი კანონი შემოაქვთ ეხლა კიდევ და თუ მაგალითად ვიღაცა გადმოგირიცხავს ხო ფონდია რაღაცა ხო შეიძლება ვიღაცა $50 გადმოგირიცხოს საზღვარგარეთ თიდან ან პირად ანგარიზე ვიღაცა დაგეხმარა რომ აი საწვავი ჩაასხა ჩახვიდე ხალხში ხუნდე ხო რაღაც თუ შენ რაღაცა პოსტ დადე თავრობის საწინააღმდეგო ჩათვლიან როგორ ჯაშუში იქიდან ფინანსები გარედან და შეუძლიათ 6 წელი დაგაპატიმროს კი აი აგვიხსენით აუხსენით ხალხს კახა რა ხდება ეს სადმე ასეთი რამე კიდევ არსებობს კი ბატონო და მეც გამოვიხმაურები ხა საპატრიარქოსთან დაკავშირებით იმდენი ნიუანსები შეიძლება არ ვიცოდე რაც შემძანე მაგრამ როდესაც ქვეყანა იყიდება მიწაწყალი იყიდება და არსებობს პატრიარქის არაერთი ეპისტოლე ამაზე წლების მანძილზე და როცა უკვე კონკრეტულად იყიდება მიწაწყალი დიდი რაოდენობით და საპატრიარქო ამაზე დუმს და პატრიარქის შესანიშნავი გამოსვლები რომ არავის არ აქვს უფლება ქართული მიწაწყლის გაყიდვისა ანუ საქმე რაშია იცით რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს მიაწერენ ამ გამონათქვამს ესე იგი ხადაგება ყველას შეუძლია კარგად ადვილია როცა კონკრეტულად დგები უკვე იმ ბიჯნესთან რომ ესე მოიქცე ეგ არის რთული გასაკეთებელი ხა ის რომ ქართული მიწაწყალი არ უნდა გაიყიდოს თეორიულად ამას ცუდი ეპისკოპოსის სიტყვის, კაი ეპისკოპოსის სიტყვის, სააკაშვილის სიტყვის და ივანიშვილის სიტყვის, მაგრამ კონკრეტულად როდესაც უკვე მიწა იყიდება იქ რო პოზიცია დაიკავა ეს როგორც ჩანს საპატრიარქოს არ ვიცი ან ქრთამი აქვს თაღებული და მე ვფიქრობ რომ ქრთამები აქვს თაღებული დიდი რაოდენობით იქ ზიან მართლაც პირდაპირ ეს სრულიად აშკარა არის უშიშროების სამსახური ძალიან ბევრი წარმომადგენელი უშუალოდ საპატრიარქოში და უშუალოდ უმაღლეს ხელმძღვანელობაში რის გამოც მათ შეზღუდული აქვთ თავიანთი დამოუკიდებლობა რბილად რო ვთქვათ და ისიც აღსანიშნავი არის ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და რუის ურბნისის კრებას ნამდვილად მომწიფებული არის რომ თავის დროზე პატრიარქის პირადმა ავტორიტეტმა განაპირობა ის რომ საპატრიარქო ხარ რო ვთქვათ რაც ასე ვთქვათ გახდა ავტოკეფალური მას შემდეგ ასეთ დღეში არის ინსტიტუციონალურად ყოველთვის სუსტი იყო და ყოველთვის გამოტენილი იყო მექრთამეებითაც და კგბ-ის აგენტებითაც მაგრამ პატრიარქის ავტორიტეტი და პირადი რეიტინგი იყო ისეთი დიდი რომ აი ბოლო რამდენიმე 10 წლების მანძილზე ამ რეიტინგზე იჯდგა საპატრიარქო და ვერ უბედავდა ხელისუფლებას კი არა და ჩვენ გვახსოვს ხშირად რომ საპატრიარქო უბედავდა ხოლმე ხელისუფლებას და უკანაც დაუხევინებია ხშირად იქ ახლა მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას ახლა პატრიარქი სად იყო მაშინ როდესაც იაკობის ნაირები აკურთხეს იქ არის ხო რატომ აკურთხეს შეგვიძლია ჩვენ დათო ამ ძველ ამბებსაც და მიუბრუნდეთ მე ვლაპარაკობ უფრო თანამედროვე კონტექსტზე
ჩვენ გვახსოვს ახლა მე პირადად ვიყავი მონსტრე და ამ წლებში პატრიარქატთან ჰქონდა ურთიერთობა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება იყო და როდესაც ეს ხელისუფლებაც მოდიოდა პირადად ვიყავი მასთან კაბინეტში, როდესაც ურეკავდა მაგალითად ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ქართული ოცნების ლიდერებს და ტელეფონზე თხოვდა რომ ეს კანონი არ მიიღო. და პირადად ვარ მონსტრე, შეიძლება არც უნდა ამბობდი ამას საჯარო ეთერში, მაგრამ გასულია ბევრი წლები და არ მგონია რაიმე დავაშავა ამითი და ქონდა ეს იყო მისი პირადი ავტორიტეტი. და ცოტათი ნონსენსიც არის ეს რომ ჩვენ საზოგადოებაში ყველას რო კითხო გეტყვის რომ კი ყუდლები ჯიპიანი მექთამეები არიან, მაგრამ აი პატრიარქის სატრეზელო ყველა ქართულ სუფრაზე ისმება. ეს მოცემულობა არის ასეთი. და ეხლა როდესაც როგორც ბატონმა ვაჟამ ბრძანა, ნუ ის დაუძლურდა ყველანი ადამიანები ვარს და მისი პირადი ავტორიტეტი გამოეცალა ამ ინსტიტუციას, პრაქტიკულად დარჩა 0. პრაქტიკულად ეხლა დღეს რასაც საპატრიარქო უსინდისობა არის ძალიან დიდი, მეც ვერიდები რომ მაინც ამ ინსტიტუციაზე რაღაცა ცოტა მოგზაურობით ვილაპარაკო, მაგრამ თვითონ დიდი მოგზაურობით არ გამოირჩევიან განსაკუთრებით ზოგიერთი სასულიერო პირები და ნუ ეხლა ძველ ამბებს ჩავ, რა თქმა უნდა ძველი ამბებიდან მოდის, აბესაიდან მოდის, რა თქმა უნდა რომ თავის დროზე ვიცით რომ ჯაბა იყო ის რა ქვია ეპისკოპოსების მაკუთხებელი და კი აქედან მოდის, მაგრამ მე დღევანდელ სიტუაციაზე, იმიტომ რომ იმ სიტუაციის შემდეგ იყო ის ვითარებაც ნამდვილად და მე რომ უყურებ საპატრიარქოს ყველაზე სწორი პოზიცია ეკავა წინა ხელისუფლების დროს. ესე იგი, თურმე ხელისუფლება რომ ებრძოდა საპატრიარქოს, ეს უკეთესი იყო, ვიდრე ის დღეს რომ ჩახუტებული არის. და ნამდვილად არის ესე ვიტყვი სამარცხვინო დღეს საპატრიარქოს პოზიცია აი ამ ქართული მიწების ყიდვა გაყიდვის პროცესთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ კანონმდებლობას, რომელიც ეხლა შემეკითხე და რომელიც აი ამ პარლამენტის კირცხალია და კობახიძე და ეს ვინც არის, კი მე ამას შევადარებდი და თუ ამისი რაციონალური ახსოვს, რაციონალურად თუ შევაფასებთ ვიტყვით, რომ სააკაშვილის დროს დემოკრატია ყვაოდა ქაღალდზე ყოველ შემთხვევაში. მსგავსი რამ არც სააკაშვილს, არც მხედრიონს, არც შევარდნაძეს არ დასიზმრებიათ. რასაც ეხლა გვეუბნებიან ჩვენ მაგალითად ერთ-ერთი ეხლა ძალიან მსვლად ხარ ვისაუბრებ ყველა კანონზე, მაგალითად გამოვიდა ქართული ოცნების ხელისუფლება და თქვა რომ ვინც არ ცნობს ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმურობას, ის დაიჯება სისხლის სამართლის წესით თავისუფლების ახლობა. მინიმუმ 2008 წლიდან, აგერ არის ბატონი ვაჟა და ერთ აქციებზე დავდიოდით და მინიმუმ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უდიდესი უმრავლესობა ყოველდღე ამბობდით რომ სააკაშვილი იყო არალეგიტიმური პრეზიდენტი და ამის გამო არ დაუპატიმრებიათ ერთი ადამიანიც კი. მართალია. ეს არის მოცემულობა. ესეთი შეიძლება ეს არ ნიშნავს იმას რომ ის ხელისუფლება ჯამში ამაჯობდა თუ არა. მე ვამბობ რომ კონკრეტულად აი ამ საკითხში რაც შეეხება კანონმდებლობას, დღევანდელი კანონმდებლობა არის ბევრად უფრო არადემოკრატიული, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომელიც თავისთავად იყო დიქტატორული, მეცაც გეტყვი, ხშირად მოყავთ ხოლმე რუსეთის მაგალითი და ვინც რუსეთში არ არის ნამყოფი, აი ძალიან ბევრს გონია რომ აი რუსეთში არის დიქტატორა და აი საქართველოს დემოკრატია. მე ნამყოფი ვარ ბევრჯერ. მინდა დაგარწმუნოთ რომ რუსეთში არის მეტი დემოკრატია, რა თქმა უნდა რუსეთში დემოკრატია კი არ ყვავის, მაგრამ საქართველოსთან შედარებაც არ შეიძლება. რუსეთში არის ბევრად მეტი დემოკრატია ვიდრე საქართველოში. ორ მაგალითს მოგიყვანთ. პირველი დემოკრატია მთავარი იზრდება რომ ხალხის აზრი რამდენად არის კათოლიციზებული ხელისუფლებაში. ახლა რა თქმა ლაპარაკი იმას რომ პუტინს რუსეთში, თანამედროვე რუსეთში ყავს ბევრად უფრო მეტი პროცენტი მხარდამჭერი ვიდრე ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში. ორჯერ და სამჯერ მეტი ადამიანი უჭერს მხარს პუტინს რუსეთში ვიდრე ივანიშვილს დღეს და მით უფრო კობახიძეს საქართველოში. მეორე, საქართველოში დღეს ვერ ნახავთ რეგიონს კი არა, ვერც ერთ ქალაქს, სოფელს ვერ ნახავთ საქართველოში, რომ სოფლის გამგებელი იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი, რუსეთში ცოტა, არა ისეთი როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ არის გამონაკლისები ქალაქებიც, მათ შორის დიდი ქალაქებიც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ქალაქის მერები და ასე ვთქვათ, სხვა პოზიციებს იკავებენ. ანუ რაც დღევანდელი ხელისუფლება რაციონალურად თუ შევაფასებთ ამათ, რასაც აკეთებს, ეს არის რაღაცა აზერბაიჯანსაც გავასწარით უკვე, ეს ბელარუსსაც გავასწარით უკვე, აი რაღაც ჩრდილო კორეის მსგავს ქაღალდზე გვთავაზობს. ეხლა რამდენად ეს რეალურ ცხოვრებაში იმუშავებს, ამას საკითხზე გადავალ, მაგრამ ქაღალდზე რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, ეს არ შეიძლება შედარდეს არც პუტინთან, არც სააკაშვილთან, არც ლუკაშენკოსთან, ეს არის ჩრდილო კორეული ტიპის კანონმდებლობა. ეხლა რაც შეეხება რეალურ ცხოვრებაში თუ ვიტყვით ეს რას ნიშნავს? ჩემი აზრით ეს არის ვირუსი, ეს არის სიგიჟე, რაც ჭირს დღევანდელ ხელისუფლებას და მე ვფიქრობ ეს კარგია, რომ აი ეს გიჟური ვირუსი ამ ხელისუფლებას დაემართა, იმიტომ რომ ეს დააჩქარებს პროცესებს. მე ხშირად ვიტყვამს, რომ სააკაშვილის რეჟიმი თუ რაიმე დაამთავრა ერთ-ერთი, ეს გო ბოკერია. რატომ? რომ ნებისმიერი ხელისუფლება და სააკაშვილის ხელისუფლებაც აკეთებდა ძალიან ბევრ კარგ რამეს,
აღარ ჩამოთვლი ამას, მაგრამ რაც ამათ ააშენეს 10 იმდელი იმათ აქ დაშენებული, აკეთებდა ძალიან ბევრ ცუდ რამეს. და ბოკერია რას აკეთებდა, რომ თუ რაიმე ცუდს აკეთებდა ეს ხელისუფლება, ჩუმად და რბილად კი არ აკეთებდა. გამოვიდოდა ხოლმე და აი მაგალითად მახსოვს ფერიაზე რომ დაანგრიეს აჭარის რეგიონში ეკლესიასაც ვერ დაარქვეს შენებარე პატარა სამლოცველო იყო და ნუ მოხდა იგი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაანგრია ეს და ნუ მაშინ მეუღე დიმიტრი გამოვიდა და ნებისმიერ ხელისუფლებას შეეძლო ეხლა ამაზე უცებ გადაიფარა მეუფესთან ეთქვა ბოდიში მოიხარა სხვა გამოვიდა ბოკერია და თქვა დიახაცო ეს კი არაო თუ საჭირო არის კიდე დაგანგრეთ დაგაფშვნით თავზე ყველა უკანონო იმას ეკლესიას ცნობისთვის ყველა ეკლესია უკანონო არის ეკლესიები საქართველოს მშენებლობა ის ნებართვებს არიღებენ და ფორმალურად რომ მიუდგეთ ადმინისტრაციული წესით ყველა უკანონო ანუ გამოვიდა რასაც დღეს აკეთებს კობახიძე და ეს მისი რაღაცა გუნდი რო ყავს ეხა ხო ეს არის რომ საზოგადოებასთან აღვივებს ასე ვთქვათ კონფლიქტის ხარისხს ივანიშვილის რეჟიმმა თუ გაძლო ამდენ ხანს სხვა შორის შევარდნაძე მეტის გაძლო და სააკაშვილზე მეტის გაძლო იყო ის რომ მას როგორც კამელეონს ჰქონდა უფრო მეტად ერგებოდა ქართველი კაცის ასე ვთქვათ კორუფციულ სუსტ წერტილებს ასე ვთქვათ რომ მაგალითად სააკაშვილის ხელისუფლების დროს რა იყო ძირითადი იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ დუბინკა და გამოირკვა ასე დაგერ ბატონოვაჟამ ისტორია ჩემზე კარგად იცის რომ ქართულ კაც ისტორიულადაც აი შახის პერიოდზე რო ლაპარაკობდა დუბინკაზე და ხმალზე და აშკარა ძალაზე აქვს უფრო მეტი წინააღმდეგობის უნარი ვიდრე რო შევიდა ის შახიც და საბჭოთა მთავრობას და შევარდნაძეს და დღევანდელი ხელისუფლებაც მოკთამვაზე მოფერებაზე ვორონცოვის მაგალითი არის ამაზე ახლა ყველაზე უფრო კარგი ჩვენ წინააღმდეგობის უნარი რეზისტენტულობა არ აქვს და ივანიშვილის რეჟიმის მთელი ძალა იყო ის რომ ის პირდაპირ კი არ ურტყავდა ქართულ ხალხს და რამდენი ვორონცოვი ქართველი კაცის ასე ვთქვათ ცოტა პატიმოყვარი და ცოტა მეკთამე ხასიათს იყენებდა ბოროტად რასაც დღეს აკეთებს აი ამ კანონმდებლობით კობახიძის კონკრეტულად ადმინისტრაცია მე ვფიქრობ რომ აი ამ მიძინებულ შუაშისტურ ნაწილს გამოაღვიძებს და გამოიყვანს ქუჩაში არ არსებობს ბუნებაში ალბათ ეხა აი რა ვიცი ბატონი ვაჟა იტყვის თვითონ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორაზე და პროფესორ მასწავლებლებზე და კიდეც მის რექტორზე უფრო რომ ლოიალურად იყვნენ განწყობილი ამ როგორ უნდა მოგეხერხებინა რომ ეს ხალხი დაგიყენებინა ხელისუფლების წინააღმდეგ ამას უნდა მოხერხება ძალით ჩართეს პოლიტიკაში ჩარდეს და აი როგორც ბოკერიამ მოახერხა რომ აბსოლუტურად სააკაშვილის მიმართ ლოიალური საზოგადოება ადგა და გამოიყვანა ქუჩაში და ეხლა მახსოვს ის 2007-9 წლის აქციები ისეთი ხალხი იდგა აქციაზე რომელსაც ძალით თუ არ გამოათრევდა იმას აქციაზე დგომა არ უნდოდა აი კობახიძეს აკეთებს დღეს იმას რომ პრინციპში ისეთი ხალხი რომელიც თulis რომ არ უნდა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ამ ხალხს დააყენებს ივანიშვილის რეჟიმის წინ ოცნებისტები ატარებდნენ მიტინგს გპ-ის წინ კაცო რომ ძირს კობახიძე და მისი რეჟიმი ოცნებისტები და როგორ იცი რომ მე დავებოდ მე რომ ეს იყო და მართლა მე და მან თქვით მე გიგლა გობეჩიამ რომ ვერც წარმოვიდგენდიო რომ ეხლა არ მინდა თუ არის დავასახელო ისი ჩვენ მეგობარია კოლეგაა რომ ეს რო ესე იგი კობახიძის და ოცნების რეჟიმის წინამდე გამოვიდოდა ეგ სიტყვით. ანუ ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ კობახიძეს. რო არა ბოკერია სააკაშვილის რეჟიმის გაძლევდა მეთხანს, ძალიან მეთხანს გაძლევდა, იმიტომ რომ იმ ხელისუფლებას კარგიც ბევრია გაკეთებული, მაგრამ ცუდი ესე იგი, ჯერ გირგულიანის კვლევას, კაცო, 2 წელი გვიმტკიცებდნენ, რომ მერაბიშვილი ხერხემალი არისო და რო დაესაჯა ის კვლევები, შეიძლება საერთოდ არ დაწყებულიყო ის მოვლენები, რაც დაიწყო, ხო? აი, როგორც ბოკერიაზე მარტო ბოკერიაზე კი არა, მაგრამ ნუ ბოკერია იყო აი ამ აზრის ლიდერი. ნახეთ რა არის ეს ბოკერიას სინდრომი რო ვთქვა. სინდრომი არ ვთქვა და ეხა კობახიძის სინდრომი. მე ვესწრებოდი ერთადერთხელ უმრავლესობის ფრაქციის ხდომას 2004 წლის მოწვევის პარლამენტში და იმ ერთი ხდომის შემდეგ გამოვედი გავაკეთე განცხადება და მახსოვს რომ იმ ხდომაზე განიხილებოდა ერთ-ერთი რეგიონის დიდი რეგიონის გუბერნატორის საკითხი. რომელიც ძალიან არაპოპულარული იყო ხელისუფლებაში. მე ერთ-ერთ მეგობარს გეტყვით ეხა იმ ადამიანის საქმე ჩამთავრებული არის უკვე და ყველა იყო წინამდე, ყველა ამბობდა რომ ეს გუბერნატორი მოსახსნელი არისო და მახსოვს სააკაშვილი ესწრებოდა მიხავდა ფრაქციის ხდომაში და თქვა კი არისო ესო მექთამე და ჩათლახიო, მაგრამ ეხა როცა ითხოვენო ამის მოხსნა არ შეიძლება. მე ჩაი ეხა ჯინაზე არ უნდა მოხსნათ. აი ეს მიდგომა ჩემი აზრით უპავს ყველა ხელისუფლებას. ჯო რატო თუ იცი რომ რაღაცაში მწვანი ხარ და შეგეშალა. შეუცდომელი ხო არა ხარ? მე რო ვარ ადამიანი, ან მით უფრო უფროსი თაობის ხალხი მაგალითად
ამას უპრესია გამოდი, ბოდიში მოვხადე თქვი რომ ნაჩქარევი მოგვიდა და ამას გაპატიებდა რომ გამოდიხარ და რომ იძახი რომ არა, ბოლომდე მივიყვან, უნდა ჩაგწიხლო და უნდა აი როგორც გააგიჟეს ეხა ტექნიკური უნივერსიტეტის და ზოგადად ნებისმიერი საუნივერსიტეტო ინტელიგენცია იყო ძალიან კონსერვატიული და არც ერთ პროტესტში არაფერში მონაწილეობა არ მიუღია ამ ბოლო წლების მანძილზე. კიდე კობახიძე მე მოუწოდე ბიზნეს იუნიშვილს რომ დატოვე კაი ბიჭი კარგახანს პრემიერ-მინისტრად და მიიღებ კიდე ძალიან ბევრ მასშტაბურ პროტესტს. ერთი რამე მინდა გავაზრე რომ აი ჩვენ მაინც იმაზე ვსაუბრობთ რომ როგორ უნდა მოხდეს ჯანსაღმრთელების გაერთიანება და თქვენ ნახეთ რომ ხელისუფლება აი ფარისეული რაღაცა თუ ისინი გააკეთა დებატები ვითომ და ვის იწევენ ახლა იქ იწევს მე არ მიწევენ ნამდვილად იწევს ვინც არის მის მიერ მართული გაყალბებული არჩევნებით შეყვანილი ეს რომ იქ თავის თემები გააპიაროს როგორც თვითონ აწყობს ისე ამიტომ ჩვენ დაგვებადა ეგეთი აზრი რომ აი აქ მოვაწყოთ ალტერნატიული დებატები და ფიქრობ რომ ალბათ იქით პარასკევს უკვე მოხერხდება თქვენს მოგზანდით თქვენს მოგზანდით კიდევ სხვადასხვა ხალხი ჩვეულებრივი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი დავსვათ აქ 1-15-20 კაცს და წავა მსჯელობა იმაზე ისე ჩაკითხებზე რომელიც ელს ტკივა ძალიან ეს იქნება პირდაპირ ეთერში და არავითარი აქ ის არ იქნება რომ აი შენი სათქვა თავისუფლად გამოხატოს საზოგადოებამ თავისი აზრი გამოხატოს თქვენს საზოგადო მოღვაწეებმა პოლიტიკოსებმა ყველა რომ როგორმე ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დღემდე რომელზეც მეოცნებ რომ ერთიანი ქართველი ხალხი ერთი ძალით დავდგებით და აი ყველა რა ქვია მოღალატეებს და დამნაშავე რეჟიმს არა მართლაც ჩავღეთ ხალხი ეს ეხა კობახიძეს რო იმასთან აქვს რა ქვია დებატები სოზორ სუბაკა ხო აი ესეც მე არ ვიცი ქართული ოცნების ხარდამჭერებში ალბათ რჩება კიდე რაღაცა საზოგადოება რომელსაც ჭკუა მოეკითხება და აი მათ მინდა უკითხო ეს დებატები აი არსად არ იმართება ეს სოფლიოში. ეს სამარცხვინო არის, ეხა რა ვიცი, აი მე რო ეხა ავდგე და ჩემი პარტიისთან დასაწყისი დეზედმეტია. ხო, კი ბატონო, ბატები არიან ნამდვილად და ნახ დრის თქმა უნდა, ბატონო დავით. ჯიგი, თან ვისთან მართავს ამ იმეებს, რა ქვია? ვის აინტერესებს სოზარ სუბარის აზრი? სოზარ სუბარი ადამიანი რომელიც არის ბოლომდე კორუმპირებული. ბოლომდე ესე როგორც კი ხელისუფლება შეიძლება რომ ციხეში უნდა ჩააგდო ბოლომდე ესე ამ ადამიანთან მართავ დებატს და კიდე ორი ხელი შეკრული აქვს ამით ესე თავისია კაცო თავ კითხვები თავისი აქვს დაწერილი პასუხები თავისი აქვს დაწერილი მე იმიტაცია გამიგია კაცო ეხა მართლა წინა ხელისუფლების დროს მაგალითად იმ ქრისტიან დემოკრატების პარტიას და კიდე რაღაც პარტიას ეძახდნენ რომ სატელიტი იყო და როგორ გეკადრებათ ბოდიში მინდა მოუხადო ეხა იმ პარტიას რომ სად მათი ოპონირების ხარისხი და სად ეხა რასაც უყურებთ ან მაგალითად თუ დებატებში მონაწილეობენ მაგალითად ჩვენმა პარტიამ ბოლო არჩევნებში მეხუთე ადგილი დაიკავა ადგილობრივ არჩევნებში მაღალი შედეგი არ აგვიღია მაგრამ ხო მონაწილეობდით და მეხუთე ადგილი დავიკავეთ ვერ გავიგებ შაქარაშვილთან თუ ვიღაც ნანკაკაბაძესთან რომ მონაწილეობენ დებატებში რატო ჩვენთან არ მონაწილეობენ დებატებში ესე იგი ჯერ ხელი უნდა შემიკრან იმაში რო არის რა ქვია გლადიატორში ზურგში დანა ჩაგარტყან ან თავი მოგცენ და მე ესე იგი უნდა გამოიყვანონ ეს თავის ხალხია კაცო შაქარაშვილი მაშინდელი აი ძველი მას მაგონებს კონკავშირელები რო ყავდათ აი კამსამოლეცებს რო ეძახდნენ ის კიდე მე უბრალოდ ვერ ხვდებ მე ვფიქრობ რომ ამ ხელისუფლებას ყველაფერთან ერთად პოლიტიკური შინაარსის გარდა აი ეს ესთეტიკურობის და კულტურულობის პრობლემაც აქვს რაც სხვათაშორის ბევრი ხელისუფლებისთვის გამოდგა ასევე საზოგადოებას შეურაცხყოფა არ უნდა მიეყო მე პირადად გონია რომ აი სააკაშვილის წინააღმდეგ როცა დაიწყო მასობრივი აქციები 2006-2007 წლებში რაიმე რაციონალური მიზეზი ის ხელისუფლება ხალხს რატო არ მოწონდა ჯერჯერობით არ იყო იმ ხელისუფლებას პლუსი შეიძლება იმ ეტაპზე მეტი ქონდა ვიდრე მინუსი ძირითადად ხალხი გამოვიდა ხელისუფლების ტონალობის და დამოკიდებულების გამო რომ შენ მუდმივად გამოხატავდე ზიზღს მუდმივად გამოხატავდე უპატივცემულობას ყველას მიმართ ყველას ეძახდე ჩარეცხილებს ყველას ეძახდე რუსეთის აგენტს ეს ვფიქრობ უფრო მეტი განმაპირობებელი იყო მაშინდელი პროტესტის ვიდრე ის რომ ეხა რაღაცა ვიღაცას ეკონომიკა მიდიოდა არასწორი მიმართულებიდან სხვა რაღაცა და დღესაც მე ვფიქრობ რომ აი ამ ხელისუფლების მხრიდან ეხა ღარიბაშვილი და კობახიძე მაგალითად აბსოლუტურად ერთი და იგივე საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს ატარებს მაგრამ კობახიძის ტონალობა არის არსებითად განსხვავებული ეს არის შეურაცხყოფელი ზიზღით ახსავსე
ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის მიმართ, რაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას მოუბრუნდება უკან. რომ ყავდა ამ ხელისუფლებას ისეთ მე ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოგითვალოთ უკვე აღარ არიან ამ ხელისუფლებაში, მაგრამ მაღალჩინოსნები, რომლებიც რო ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლების წინა ფლანგზე და თუნდაც იგივე გაეკეთებინათ, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, წინააღმდეგობის ხარისხი ბევრად დაბალი იქნებოდა. მაგრამ აი ეს ყოველდღიურად რო ჩართავთ თქვენ ტელევიზია იმედს ან რა ვიცი რუსთავიორს და სიზღი სიძულვილი რაც იქიდან მოედინება ეს თუ ვინმეს გონია რომ ხელისუფლების საქმე კეთდება ცინიზმი და ირონია ცინიზმი ირონია ესე იგი თან ვინ რა ხალხისგან ეხლა დღეს მეუბნებოდნენ ესე იგი ის ხალხი ლაპარაკობს თურმე რომ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის ეხლა აგარ ჩვენ სულ ყველანი ვიჯექით ნაციონალურ მოძრაობის დროს რუსთაველის გამზრიდან სახში არ შესულვარ სად იყო ეს ირაკლი კირცხალიაზე ესე იგი თავი რო კონდა შერგული სადღაც ფეხებიც არ მოუჭანდა ან ირაკლი კობახიძე სად იყო ან შალვა პაპუაშვილი სად იყო დღეს რო უცხოური აგენტებს ეძახიან იმ ორგანიზაციებში მუშაობდა ერთი ფოტო დადონ ერთი Facebook-ის პოსტი დადონ მაგათი აქციაზე გადაღებული ფოტო რო არ იქნებათ გასაგებია ამ ადეიშვილის დივან რეფერენტები გამოდიან დღეს და ესე იგი ლაპარაკობენ თურმე უტიპრობა უბრალოდ და ეს არის ურცხობა, უსინდისობა და ნინო წილოსანი ლაპარაკობს. კიდე დღეს ესეც უნდა თქვა კიდე რომ რაც მე არ მომწონს ამ ხელისუფლების და წინა ხელისუფლების ერთად კიდე პოლიტიკური საკითხების მიმართ რომ აი ეს საეჭვო გზით გამდიდრებული ხალხისგან ნინო წილოსანი გამოვიდა და ხან ინტერვიუ ქონდა რომელიღაც არს ვნახე ჩემ ოჯახზეო რაღაცეებზეო ლაპარაკობენ რომ დიდრები ვართო აქო და ქართულ ოცნებაშიო მილიონერები რო ვართო აბა რა ისე ცალცალი კალოშით ხელისუფლებაში მოსულებისგანო რომ მოვიდნენ ის ხალხი ლაპარაკობს ჩვენზეო გაიგე ესე იგი ამ ადამიანისთვის თურმე ვისაც ფული არ აქვს და მილიონერი ესე ჩვენ ყოფილვართ დარჩენი ქართველი ხალხი ცალკალოშიანები ეს ხალხი ლაპარაკობს რომელმაც ესე იგი გეგონება ეს ფული და მილიონები რომელიმე მიშოვა Windows-ი გამოიგონეს რაიმე საქართველოში ერთი კაცი ვინც რაღაცა შექმნა და ისე იშოვა ფული რაც გოგი ვიცი თოფაძე მეტი რა ყველა არ ვიცით ეს ფული საიდან იშოვა ეხლა ერთლარად თუ გავაკეთებ რაღაცა რომელიღაცა ლიცენზიას მაჩუკებს ხელისუფლებასთან ერთლარად მაჩუკებს 100 გექტარსთან ერთლარად გადმომწეს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ერთლარად გადმომწეს რა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში რა დიდი ფილოსოფია უნდა აქედან რომ მილიონერი გახდეს. ყველა ვინც არის დღეს საქართველოში 99% ყოველ შემთხვევაში ან მილიონერების და ბიზნესმენების რომლებიც დღეს პარლამენტში არიან გამოჩიმული, ყველა არის კრიმინალი. და ყველას აქვს ეს ფული ნაშოვნი კორუფციის შედეგად და დღეს თურმე ესე იგი ცალცალი კალოშით იმებს მოიხსენიებენ ქართულ ხალხს და ეს უტიფრობაც კიდე მილიონერი დანიშნეს ბერეკაშვილი დაუნიშნეთ უყურებდი ამას ერთ-ერთ არხზე ფასების დამწევი კომისიის თავმჯდომარე და ორი თეთრი დაიწია კვერცხის ფასებად და მართლა კვერცხები ხართ და მართლა ღირსი ხართ აი ვინც ამ ხელისუფლებას რო რაღაცა კიდე აი იმედის თვალით რო შეყურებ ესე იგი დეკემბერში გამოაცხადა კობახიძემ რომ ფასები უნდა დავწიოთო იანვარში მოუმატეს კვერცხზე ფასი 5 თეთრით და ეხლა თებერვალში რო დაწევენ იყავით ბედნიერი ხო ეს თან რაცხადებს რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ოქროს medali მიღია და კვერცხმა დაიწია არა გამოდიან კიდე ეს დათო აი თქვენ ჩემზე ცოტათი უმცროსები ხართ და გახსოვთ მაგრამ მეც მახსოვს ეგ პერიოდი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ცოცხალი არ თუ რა აბონ ცეციაში მე მახსოვს ეგ 80-იანი წლების საბჭოთა საინფორმაციო გამოშვებებში რომ იყო რომ როგორ ჭირს ამერიკაში ცხოვრება და გადაცემები იყო ესე იგი რომ აი ჩვენთან შეგიძლია მანეთად შეხვიდე და 50 კაპიკად შეხვიდე სასადილოში და ამერიკაში კი $2 ესე იგი თურმე ვერ შეჭამ მაგდონს და სერიოზულად კეთდებოდა ასეთი გადაცემები მაშინ რომ აი საბჭოთა კავშირში ცხოვრება ყვავის და ამერიკა იხჩობა კრიზისში. უგონ მაშინ შეიძლება ვიღაცა იდიოტს მაინც ჯეროდა ამის, იმიტომ რომ არ არსებობდა ინტერნეტი, იყო რკინის ფარდა, დღეს საქართველოში პრაქტიკულად ოჯახი არ არსებობს, რომელსაც ოჯახის ერთი წევრი მაინც არ ყავდეს, ან ახლობელი არ ყავდეს დასავლეთში და ესე იგი არწმუნებელი გერმანიაში და საფრანგეთში არის კრიზისი. ესე იგი ევროპა და ამერიკა იხჩობა ეკონომიკურ კრიზისში და საქართველოში სადაც მოსახლეობა ყოველწლიურად 100,000 ადამიანი გარბის საბერძნეთში და ესპანეთში რომ მოსამსახურედ დაუდგეს იქ ვიღაცა იმას რა ქვია ადგილობრივ ადამიანს და ამით იარჩინოს ოჯახი თურმე ეს ყოფილა ესე იგი ეკონომიკური წინსვლა და ივანიშვილმა რომ გამოაცხადა ის ინტერვიუ ხო ვერ წაიშლება აწი და ის ხო შევა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში რომ საქართველოში როდესაც მოვიდა ეს მეცენატი ადამიანი მეცენატი რა თქმა უნდა ბჭყალებში საქართველოს ხელისუფლებაში მან შესთავაზა ეკონომიკური განვითარების უნიკალური მოდელი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც ალსად არ დასიზრები არ არის. მან თქვა, მე აგიღებთ IA ბილეთებს ამ ქვეყნის მოსახლეობას, წადით და გერმანიაში იმუშავეთ ბოსნებში.
აი ეს ამ ქვეყნის მთავრობის მეთაური გვეუბნება რომ თურმე გერმანიაში ჭირს ცხოვრება და საქართველოში ყვავის და ამას თელი სერიოზულობთ როცა ამბობენ აქ რა ვიცი მე მგონია რომ თუ მართლაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და თუ გვინდა რომ ამ ქვეყანას რაიმე მომავალი კონდეს პირდაპირ აი მედიცინაში არის ასეთი ტერმინი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადება ან ის დაავადება უნდა აღმოფხრა ან ადამიანი მოკვდება აი ესე ქართული სახელმწიფოსთან შეუთავსებელი დაავადება არის ქართული ოცნება ან ქართული ოცნება განადგურდება ქართული სახელმწიფო ეს ორივე ერთმანეთთან არის შეუთავსებელი ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და რაც ყველაზე უფრო საუხაროა თუ ადრე საუბრობდით რომ ეს მოხდებოდა რაღაცა 2050-თან 60-თან რაღაცა ესე შორეულ პერსპექტივაში ჩემი აზრით რაც ახლა დააჩქარა ტრამპის გაპრეზიდენტება მოვლენები ეს შეიძლება მოხდეს რამოდენიმე წელიწადშიც და აი თუნდაც ეს სტრატეგიული დერიფტების გადანაცვლება რო ხდება სომხეთზე და აზერბაიჯანზე თუ ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში კიდე რამოდენიმე წლის მანძილზე მე დავიბადე ქვეყანაში რომელსაც საქართველო არ ერქვა სხვა ქვეყანა ერქვა საბჭოთა კავშირი იყო არ იყო დამოუკიდებელი საქართველო და შეიძლება აი ჩვენ თაობას მოუწიოს უკვე გააგრძელოს ცხოვრება ისევ არადამოუკიდებელ საქართველოში რომ ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ საქართველო როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ფორმალურადაც აღარ იყოს ხო ფაქტიურად ეხლა ყველაფერი ჩამოშლილია ახლა აღარაფერი აღარ არის ქვეყანაში დანგრეულია მთლიანად სისტემა აქ აღარ არსებობს პროკურატურა აღარ არსებობს სასამართლო აღარ არსებობს არც ერთი სტრუქტურა სამინისტროები ფაქტიურად ყველაზე მე ბოდიში გაწყვეტილი მაგრამ ყველაზე შეუქცევადი რაც პროკურატურაზე ინაღვლით ყველაზე ნაკლები ნორმალური ხელისუფლება რომ მოვიდეს ამ ქვეყნებაში 6 თვეში საქართველოს გაძლევთ პასუხისგებლიან სიტყვას ეყოლება საუკეთესო სასამართლო და საუკეთესო პროკურატურა ეს ადვილად მოგვარება კი კეთილი кайხე მაგრამ ის რომ საქართველოს 5,500,000 რო იყო მე ჯერ კიდე სკოლაში ვსწავლობდი მოსახლეობას და დღეს რომ ქვეყანაში ცხოვრობს 3 მილიონი კაცი და აქედან მილიონი ინდოელი პაკისტანელი არაბი და ასე შემდეგ არის ამას კარგი ხელისუფლებაც რას უსავს თქვენ გონიოთ რომ მოვა ეროვნული ხელისუფლება და ის საბრუნეში გაქცეული ხალხი დაბრუნდება და ეს პაკისტანელები სადმე აიბარგებიან არ მოხდება ეს ისეთი ბოროტება გაკეთებული ივანიშვილის საქართველოს წინაშე რომ ამას დაჭირდება ეხა მე შეგახსენებთ ეს ხალხური არ ისწავლება ჩვენი ისტორიის წიგნებში ეს თუნდა ისწავლებოდეს სულ რაღაც 100 წლის წინ 100 წელი ისტორიისთვის ბევრი არ არის საქართველოში თბილისის საქართველოს დედაქალაქის ეთნიკურ შემადგენლობაში ქართველები არ ვიყავით არათუ უმრავლესობა, არამედ ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფიც კი არ ვიყავით ჩვენ. ვიყავით რიგით მეორე. ყველაზე უფრო ეთნიკური არ აქვს მნიშვნელობა რომელი, მაგრამ სხვა ჯგუფი იყო. და ნუ კიდე ბევრი სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა სხვადასხვა რეგიონში. მაშინ რომ ეს გასწორებული ყოფილიყო 20 წელი დაჭირდა ამისთვის სტალინს და ბერიას. და როგორი მეთოდებით მოქმედებდნენ კი იცით. ეხლა დღეს ეგეთი მეთოდებით ვერ იმოქმედებს, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს სტალინს და ბერიას რაც შეეძლო და რა მეთოდებიც ჰქონდა იმ მეთოდებით. ეს ნაღმი რაც ჩვენ დაგვიტოვა ამ ხელისუფლებამ რომ შეცვლილი არის ქვეყნის დემოგრაფიული ბალანსი ამას დაჭირდება 10 წლეულები თუ მიუსწარით თუ ვერ მიუსწარით გადით იმაზე რა ქვია ნებისმიერ ცენტრალურ ქუჩაზე და ნახავთ რომ ბოლო 5 წელიწადში ბოლო 7 წელიწადში არის დრამატულად შეცვლილი ეთნიკური ბალანსი ამ ქვეყნის მოსახლეობის ეს ციფრები საჯარო რეესტრი ამას რო გეტყვით უკვე იქნება დაგვიანებული საფრანგეთში ეს ხალხი უკვე არჩევნებზე ახდენს ზეგავლენას აი თქვენ რო ჩაწეროთ ვისაც ინტერნეტი ელემენტარულად მაინც ისეთ მე გირჩევთ ჩაწერეთ electoral map of France საფრანგეთის ელექტროლოგ რუკა და ნახავთ სადაც ფრანგები ცხოვრობენ ყველას დედაბუდიანად იგებს ლეპენი მაგრამ პარიზში მარსელში და უკვე სადაც არაბებით არის გამოტენილი იქ აგებს და საერთო ჯამში თქვენ იცით რომ ეხა ცოტათი მაგრამ აგებს და ეს რეალობა დადგება საქართველოშიც ივანიშვილის წყალობით ძალიან მოკლე პერსპექტივაში არა ჩვენ გამოვართ აუცილებლად ეს კანონს თუ რატიფიცირება გაუკეთეს ესე დიქტატურული კანონს მე მინდა რატო გაგახსენო პირველი გადაცემა სხვათა შორის მე და თქვენ ვიყავით როცა მე კახა 34 წლიანი პერიოდი მიმოვიხილე 1992 წლის მერე ზუსტად გამსახურდია კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ რა მოხდა საქართველოში. ანუ აი ამ 34 წლის განმავლობაში ნელ-ნელა დგებოდა ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საშიშროება და დღეს აქ კულმინაცია. აი ეს უნდა ითქვას. ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობაზეა საუბარი აქ. იმიტომ რომ თქვათ შევარდნაძის რეჟიმის დროს ის ეროვნული წარმოება განადგურდა, ეროვნული სოფლის მეურნეობა განადგურდა, ყველა ფაბრიკა, ქარხანა დაიშალა, გაიყიდა
დარჩა ხალხი უმუშევარი, მშვენიერი ინჟინრები, პერსონალი, ასე ისე. სააკაშვილის დროს დაიწყო ჩაწიხლა ქართული სულიერების, ქართული ცნობიერების, ანტიეროვნული განათლების სახელმწიფო პოლიტიკა, ანტიეროვნული კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა, ბრძოლა შემოქმედებითი კავშირების. აი ეხლა როგორი ბრძოლაც მიდის ქართველი ერის წინააღმდეგ აი ამ რეჟიმის დროს, ეგეთი ბრძოლა ქართველი ერის წინააღმდეგ არ ყოფილა ალბათ აი მე შეიძლება მართლა მურვანყრუს და იმას შევადარო ჯალალედინის და ამ ეპოქას შეიძლება შევადარო, როდესაც ქართველი ერის მართლა განადგურებაზე ეხლა ქართველი ერის განადგურება მაინც და მაინც ავტომატით არ გამოყავთ რომ დაგხრიტონ, მაგრამ ქართველი ერის განადგურება არ არის, ნახეთ აეროპორტში ესე იგი მიდიან ქართული ოჯახები და 10,000-ობით ჩამოდის ყოველთვე უცხოელი. თან ჩამოდის არა ის კი არა რომ ევროპისაკენ მივდივარ და გერმანელი ფრანგი და რაღაცა უნდა მასწავლოს. ჩვენთან ეთნიკურად შეუთავსებელი, აღსარებლობით შეუთავსებელი, ყველანაირი თვისებებით შეუთავსებელი ერები ჩამოყავთ. ანუ ეს რაღაცა დიდი ბოროტი ძალის დაკვეთა სრულდება ქართველი ერის გასანადგურებლად. ქართული სახელმწიფოს გასანადგურებლად. ეხლა მართალი თქვა, ჩვენ ეხლა ბევრჯერ ვდგარვართ ამ რუსთაველის პროსპექტზე ერთად, რომელი ერთი მიტინგი და რომელი ერთი გამოსვლა გავიხსენოთ, იმიტომ მიხარია ხოლმე ამ ხალხის ნახოთ და ჩვენ ძველი თანამებრძოლები ვართ, იმიტომ დავიწყე ეს ისა, რომ აი ესეთი საშიშროება თვით შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმების დროს არ ყოფილა. ეხლა ზუსტად ესე იგი მე მართლა წარმოუდგენელი იყო ვერ გაბედა სააკაშვილო კი თქვა 10,000 მასწავლებელი ინგლისურის ჩამოიყვანა რა მორალის ხალხი იყო ესენი გასაგები ეხლა ეს საკითხია, მაგრამ ის რომ ესე მასიურად ესე იგი შენ 17 ქვეყანას ისეთ ქვეყნებს გაუხსენი უვიზო მიმოსვლა იმან რა ჩემთან კულტურის მაღალი დონე უნდა შემოიტანოს, განათლების მაღალი დონე უნდა შემოიტანოს, ცოდნის მაღალი დონე თუ რატო ხსნი? ანუ ისმის კითხვა და მე ვიდა ქართული ოცნების მომხრეებს შევეკითხო, კაცო. თქვენ კიდე მხარს უჭერთ ამ რეჟიმს? რომ ერთხელ მაინც გადით აეროპორტში. მე ერთხელ კი არა, ბევრჯერ გავედი, მაგრამ აი ბოლოსაც ვიყავი და ესე იგი ერთი კვირა აღარ მეძინა, ესე იგი გულს ვიბრუნებდი რა. საოცარი რაღაც ხდება, კაცო. ის ფილმებში რო გინახიათ, ესე იგი ბასიაჩუკში და გიორგი სააკაძეში შემოსევა, იმაზე უარესი რაღაც ხდება, კაცო. იქ ხალხი ხმლით მაინც ხდებოდა, პარტიზანული ომი იყო თუ ღია ომი იყო, მარტყოფი იყო თუ მარაბდა თუ დიდგორი, ხო? აქ ესე იგი მტერი შემოდის და შენ ეს დემოკრატია ჩვენთან და ჩვენ ეს და ფაქტიურად სამშობლოში, რომელსაც ქართველთა სამშობლო ქვია, ყველაზე დაჩაგრული არის ქართველი. ყველაზე უუფლებო არის ქართველი კაცი. ყველაზე გაუსაძლის მდგომარეობაში არის ქართველი კაცი. ყველაზე წახდენილია ქართული სოფლები. შეხედეთ რა ხდება. და მართლაც ესე იგი ერის განადგურების პირას არის, აი ფიზიკური განადგურების პირას არის ერი. და მე ამ რაღაცა იმითი კი არ თქვი საპატრიარქოს და სამღვდელოების წინაშე ეს ის რაღაცა ბოღმით და შურით და ეთქი არა. უბრალოდ ტრაგიზმი მალაპარაკებს, მე მინდა სამღვდელოებას მივმართო. კი, გენაცვალოთ ჩემი თავი, ძალიან ბევრი შესანიშნავი მოძღვარი და შესანიშნავი წინამძღვარია და სიმართლეს ბრძანებთ, მაგრამ განგაში ზარებს შემუკარი, დიდი ჯულის კანონი, მე რამდენად გითხრათ, რომ პირდაპირ გავალებ თქვენ, რომ ქართველი მრევლი, მორწმუნე მრევლია საშიშროების წინაშე. ის მიწაწყალია საშიშროების წინაშე, რომელზეც პატრიარქმა ბრძანა. ანუ კურთხევა მოგცათ თქვენ სასულიერო პირებს, რომ არავის არ აქვს უფლება გაყიდოს არც პრეზიდენტს, არც პარლამენტს, არც იმას ქართული მიწაწყალი. თქვენ რატო ხართ გაჩვენებულები? ჩამოდით მაგ ჯიპებიდან, მაგ მანქანებიდან, ზოგადი ფრაზებით, ზოგადი ქადაგებები აღარ არის საკმარისი, ბატონებო, აღარ არის საკმარისი. ეხლა სხვა დროა უკვე, ეხლა იგივე მარაბდა, მარტყოფი და ტაშისკარია.
ეს არ არის მე დაგრჩებათ ოხრად ეს ეკლესიები და ისინი და ვინ შევახმერთმა უწყის თქვენ ხო აკვირდებით მრევლი როგორ იკლებს ქართულ ეკლესიებში ეს დემოგრაფიული სიტუაცია მრევლზეც მოქმედებს და ხალხი მიდის მე რაზე მტკივა იცი გული ხალხი მიდის არა თქვა ადრე ერთი კაცი მიდიოდა რომ იცი რა წავიმუშავებ და გამოუგზავნი ოჯახს რაღაცა და ვალს გადავიხდით და ვიღაცა წავიდოდ ეხლა მიდიან ოჯახებით კაცო იქ ჩემი ნათესავები წავიდნენ ერთი მეორე ბიძაშვილები ზოგი ესპანეთში ზოგი ინგლისში ზოგი საბერძნეთში ზოგი იმაში ზოგი მიმოიხედე გარშემო და ის იქ არის კი მირაკავს აქ ნუ საქართველოს ცარიელია ხო ის სოფელი მისახედი აღარ მინდა თქვა ის სოფელი მისახედი იმიტომ რომ გამუკეტა ხვალზე შემოდის უცხო დაიცალა სოფლები საეკლესიო პოლიტიკა საეკლესიო ხმამაღლა გეუბნებით გულის ტკივილით არა ბოღმით დაგიჩოქებთ ყველას ფეხებს დაგიკოცნით ფეხებს დაგბანთ სამგდელოებას გეუბნებით მოუწოდეთ ქართველობას დაბრუნდნენ უკან პატრიარქი სანამ ჯანზე იყო თავის ქადაგებებში ყველგან მოუწოდებდა დაბრუნებისაკენ დაბრუნდით ეპარქიები კი არ უნდა შექმნათ ბრიტანეთში და იმაში ინგლისში და იმაში კაცო ამერიკაში თუ კანადაში აქ ჩამოიყვანოთ ის ქართველობა აქ ამ მიწასა აქ ანდამატური ძალა ამ ქვეყანაზე არის 4 ლოკაცია დღევანდელი ტერმინი 4 ადგილი ღვთისმშობლის წილხვდომილი ხო ათონისთა დევეოს მონასტერი კიეო-პეჩოვსკი ლავრა და საქართველოს მხოლოდ ქვეყანაა საქართველოს ის კონკრეტული ადგილებია და დაიცავეთ თქვენი წილი საქართველოს პატრიარქი რო გვეუბნება ის უპირველესად თქვენთვის არის ეს კურთხევა სასულიერო პირებისთვის როგორ უნდა დაიცვათ რომ იმ რევს უნდა მოუწოდო და უქადაგოთ ყოველ წირვა ლოცვაზე რომ არ წავიდნენ საქართველოსდან და ის ძვირფასეულობა ყველაფერი გაყიდეთ და მიეხმარეთ გაჭირვებულ ოჯახებს მიეხმარეთ დემოგრაფიულად გასაჭეში ჩავარდნილ საქართველოს აღარ არის საჭირო უკვე ზედმეტი ისინი ფუფუნებები და ისინი გაყიდეთ ის 80,000-იანი და 100,000 დოლარიანი ისინი ჯიპები და დაურიგეთ ხშირ ხალხს რომ არ გაიქცნენ აქედან რომ მრევლი ყავდეთ ისევ მე სხვა გამოსავალს ვერ ავხედავ ვერ გაერთიანებს ვერცერთი პოლიტიკური ძალა დღეს ქართველებს მართალი თქვა დათომ რუსურბნისის კრებაო მაგრამ სანამ რუსურბნისის კრება იქნება გაწყდება ერი ვინ არის ჩამტარებელი მაშინ დავით აღმაშენებელი იყო დღეს არა ჭყონდიდელი იყო დღეს მე დავით აღმაშენებელს ხედავ საქართველოში და ვერც ჭყონდიდელს სამწუხაროდ გულის ტკივილით მე ღამეები არ ამძინავს რომ უყურებ ამ ჩამქრას სახლებს მე თბილისში არ ვცხოვრობ 9 წელია იმიტომ რომ იცლებოდა ჩემი სოფელი და აი წავედი და ჩემი შვილიშვილებიც იქ წავიყვანე იმიტომ კი არ არის რაღაცა ვიღაცასთან თავი მომწონს აი ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა შეხედოთ ამ ცარიელ სოფლებში ყიდულობენ უცხოელები მიწებს ნახეთ რეესტრში ახლა მიწის რეგისტრაციას ვაკეთებენ ბატონო აი რომ დაბრუნდეს ხალხი რაღაცა ნიადაგი უნდა შევქნა აი რეალურად გახდეს დაბრუნება ხალხისა რეალურად უნდა შევხედოთ ამ საქმეს ამისათვის აუცილებელია არსებული ხელისუფლება ჩამოცილდეს ხელისუფლებას მოვიდეს ხალხის მიერ არჩეული ქართული ხალხის საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული მთავრობა რომელიც შეაფასებს საქართველოს სიმდიდრეებს სიაღისეულს ყველაფერს და გადაანაწილებს ამ ხალხზე ამითი გაუჩნდებათ რა ქვია სურვილი ემიგრანტებს რომ ჩამოვიდნენ და დაეუფლონ ამ ქონებას ხო აი რაღაცა ხო უნდა შევუქმნა მე ეროვნული წარმოება შეეწყოს ხელი სხვადასხვა რაღაცებს რომ იმ ადამიანს სურვილი გაუჩნდეს დღეს რომ ის სიტყვაზე $2,000 იღებდა 3,000 თვეში რომ ჩამოვა აქ და იცის რომ უმშევარი უნდა იყოს და ფშიერი მოკლეს ვერაფერს ეშინია წამოსვლისა დათო აი ამიტომ ყველა უნდა მიიტანოს გულთან ჩვენ უნდა გავერთიანეთ პირველი ეს რა არის იცით იარაღი არის ქართველთა დიდი გაერთიანების პირველ ეტაპზე იარაღია ეს რომ გავაერთიანოთ ძალა იკრიბოს ხა რომ აი ეს მოღალატე გამყიდველი რეჟიმი ჩამოცილებული იქნას ხელისუფლებას შემდეგში კარგად იცით თქვენ აი ყველა დასხეთ მე შეიმუშავეთ საარჩევნო კანონი
სამართლიანი საარჩევნო კანონი ჩატარდეს ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური არჩევნები და აღარ იქნება ეს პრობლემები ბატონო ვაჟა მე დათო იმისათვის რომ ახალი ცხოვრება და ახალი ერა დაიწყოს გაერთიანებას ვერ ახერხებს ქართველი ერი მე მაქვს ასეთი იდეა ეს არის ჩემი შეიძლება ითქვა სუბიექტური შეხედულება დღეს ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერია ბატონი კახაშვილი პატიოსნესი კაცი და მეომარი კაცი და სააკაშვილის რეჟიმში დროს მეთქი ერთად ვიდექით და დუბიკების და იმის და ამისა მაგრამ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ გააერთიანებს რაც ვერც ისა ქართველთა დიდი გაერთიანება ვერც სხვა პარტიები რავი აღარ მახსოვს იმდენი პარტია ხო მე ვთავაზობ საზოგადოებას და ეკლესიას. ეკლესიამ აიღოს ერის გაერთიანების ფუნქცია. ერის გაერთიანების ფუნქცია ქართული სახელმწიფოს ქართველი ერის გადარჩენის კუთხით. რომელსაც მას ავალებს დიდისჯულის კანონი და ქრისტიანობა. აი ეს მას შეუძლია მხოლოდ ამ განგაში ზარების შემოკვრა, თორე ყველა პარტიას ექნება პრეტენზია, რომ აი თავისი კაცი გაიყვანოს იქ, თავისი კაცი გამოიყვანოს იქ. მე მინდა რომ თვითონ ეკლესიის წიაღში დაიბადოს ეროვნული იდეა, რომელიც იქნება ზეპარტიული, იქნება ეროვნული და კი ბატონო, გულში ჩაიხუტებს ქართველთა დიდ გაერთიანებას, გულში ჩაიხუტებს თავისუფლების პარტიას, პარტიებს. ეთქვის, რომ ერთად გავერთიანდეთ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად. რა ვთქვი მე? ქართულ სახელმწიფოს განადგურების საშუალება უდგია. გავიგეთ ბატონო, მაგრამ ეს ქართულთა გაერთიანება იმიტომ გავაკეთეთ, რომ სხვა გზა არ არის. კარგია, მივესალმები, მაგრამ საპატრიარქო, რომ ეგ ფუნქცია აიღოს, საპატრიარქო უნდა არსებობდეს. აღარ არსებობს საპატრიარქო. ეს არის რეალობა ახლა და ყველაფერს შიგნ უნდა ლაპარაკი. მოდი დათო შიგნით რა თავსებადი არის ჩემი აზრით. მე ვიცი და მოდი ნულაპარაკი. პირიქით უნდა მოვიზიდოთ რომ საპატრიარქო აი მართალი სასულიერო პირები ჩაერთნო დაგვიდგნენ გილში. ეს ხო არ არის პარტია, მე ხო არ ვამბობ რომ პარტიაში გავეთელი კაცო, გადავჭრათ ეს დიდი პრობლემა ხა. და მე როდესაც ჩატარდება არჩევნები ქართველი ხალხი გადაწყვიტავს მე ვინ მოიყოლოს ჯერ ეს რეჟიმი უნდა ჩამოვაცილოთ იმას იმიტომ რომ გაგვიყიდეს ქვეყანა მთლიანად დათო ნაწილობრივ შენ დაგეთანხმები ნაწილობრივ ბატონო ვაჟას ესე იგი ბატონო ვაჟას რაში დავეთანხმები იცი რომ ეკლესია იქნება თუ სხვა უბრალოდ სხვა მეც არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს როდესაც არის ესეთი გათითოკაცებული და დაქსაქსული ეს მოძრაობა და საზოგადოება მას ჭირდება ისეთი ავტორიტეტული არბიტრი თუ მედიატორი და არ ჩვეულებრივი ამბავია რომელიც ამას ავტორიტეტული ინსტიტუტი ფაქტია ეხლა ძალიან გულწრფელად რო ვთქვათ რომ ვერც მე ვერც ბატონი ვაჟა და ჩვენს გარდა ბევრია კიდე რომ აი ვითომ რო ჩვენი თანამოაზრე არის რომ გონია ერთი სიტყვით მაგრამ ვერ ვჯდებით ერთად ხო არ გამოდის ეს და ვისაც კიდე ჩვენზე მეტი ძალა აქვს და ავტორიტეტი აქვს მე ხალხთანაც გქონია კონსულტაცია და აი რატომღაც ყველას აქვს ეს კარჩაკეტილობა იგივე ეხლა ნორმალური იყო ეს თუ მოხვალ და აი ესეთი ეს არის რეალობა და მოცემა გამოვაცხადეთ რომ ყველასთან მივარ მეც ვიყავ ყველასთან და ესე იგი ეს სწორი პოზიცია არის მაგრამ ფაქტი არის მეთქი ამას ვამბობ რომ არის ესეთი ვითარება რომ რო იყოს ახლა დღეს ცოცხალი გამსახურდია და გოსტავა ეს არ იქნებოდა ჩვენი გასარჩევი ისედაც მოხდებოდა ეს არ არის დღეს ესეთი ავტორიტეტი გამოკვეთილი ბატონო ვაჟამ რაც ბრძანა ეკლესია ამ შემთხვევაში ეკლესია პანაცეა კი არ არის უბრალოდ ავტორიტეტული მედიატორი არის რომელსაც შეიძლება თუნდაც ყველას დაუძახოს ერთ მაგიდასთან ეხლა შენ რაში გეთანხმები რომ მე ეკლესია უფრო ფართოდ მესმის ვიდრე საპატრიარქო ის რომ საპატრიარქო ამას არიზავს ამაში სრულად გეთანხმები სამწუხარო არის ეს მაგრამ საპატრიარქო დღეს გადაქცეული არის სპეცსამსახურების დანამატად კონკრეტულად მაგრამ ეკლესია არ არის მარტო საპატრიარქო ეკლესიაში არის უამრავი საშუალო და დაბალი და მაღალი იერარქიის ძალიან პატიოსანი და ძალიან კეთილსახური სასულიერო პირი და ჩვენ ეხა შენ რო ჩამოთვალე იმასთან ნუ გავაიგივებთ თელს ეკლესიას ეგ არის საპატრიარქო ბატონმა ვაჟამ ახსენა მაგალითად აი ერთ-ერთია მაგალითად გიორგი პავლოვი თქვენ ახსენეთ ხო მეც ვიცნობ და არაჩვეულებრივი
ბევრია ეგეთი, უბრალოდ ეხა ახსენა ბატონმა ვაჟამ და ვიტყვი. მამა არჩილი მედიაშვილი მაგალითად. კი ბატონო, არჩილ მედიაშვილი როდინდელი დროიდან ეხა და ესეთი ბევრი არის რა. თუ არა აქვს ეპისკოპოსის და სინოდის ხარისხი, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს ეს, ჩემთვის ეპისკოპოსიც არის და მიტროპოლიტი. სინოდშიც არიან ზოგიერთი მებრძოლი და ზოგიერთი შეიძლება ჩუმად, მაგრამ არაფერში კორუფციაში რო არ არიან ჩართული ისეთი სასულიერო პირები, ხო? მე ვიტყვი პირდაპირ ეხა მაგალითად მეუფე იობს, იმიტომ ვიტყვი რომ იგივე წინა ხელისუფლების დროს რო ახსენეთ, გამოდიოთ, ცოტა გამოდის შეიძლება, ცოტას გამოდის და ჩვენ რო გვინდა ისე საჯაროდ ხშირად არ გამოდის, მაგრამ რაც გამოდის ეს ადამიანი და ეს მიტროპოლიტი იობი, მე არ მინახია მის გამოსვლას რომ როდესმე ფულის სუნი ასდიოდეს. რასაც ამბობს, კაცურად ამბობს და ვაჟკაცურად ამბობს და გინდაც ეპისკოპოსურად შეხედე და გინდაც საერო კუთხით ამბობს ყველაფერს ასინას. არა, კი, არა. მეუფე ანანია ჯაფარიძე, მეუფე იოანე გაბრეკელი. ამიტომ მე რასაც ამბობს ბატონი ვაჟა, მე ესე ვიტყოდი და აი თქვენს არა, მაგათი მოსაზრებას ესე ვიტყოდი რომ მოდი მათ აიღო მედიატორობა თორე. ეხლა მაინც და მაინც შიო თუ არ გამოვა, კაცო, შიოზე კი არ არის საქართველოს ისტორია ჩამოკიდებული. გამოვიდეს ნებისმიერი ავტორიტეტული სასულიერო პირი და გასაკეთებელი იდეა, მე მგონი ეგაა რომ არ ვიცი კრება ერქმევა ამას, მაგიდა ერქმევა, სუფრა ერქმევა, საკრებულო ერქმევა თუ საბჭო ერქმევა, მაგრამ ეს ხალხი არის მართლაც შესაკრები ერთობლივად, იმიტომ რომ დათო შენ ხარ ძველი ეროვნული თაობის, აი პირველი თაობის წარმომადგენელი და ძალიან კარგად გახსოვს რომ მაშინ არ იყო ჯერ კიდე სადაც ზვიადებ გვალმაგიდა შექმნიდა, არ იყო ეროვნულ მოძრაობაში არანაირი ავტორიტეტული პოლიტიკური პარტია, იყო 200 პარტია, მე მგონი რომელიც თვითონ იყო სამკაციანი. მაგრამ მაშინ მოხერხდა რომ ეს ეროვნული მოძრაობის ძალა ამაში იყო რომ აი ეს უამრავი სხვადასხვა დღეს შეიძლება სახელები და გვარებიც არ ახსოვდეს ამ პარტიების ხალხს, აი ამ დამოუკიდებლობის იდეის ქვეშ დადგა ერთად და იხულა და გაამართლა. მანამდე თუ იყო სამკაციანი აქციები და ხუთკაციანი აქციები მთელი 80-იანი წლების მანძილზე 88-ში უცებეს გადაიქცა ძალიან მასშტაბურ მოძრაობად. მეც მგონია რომ დღეს ეს არის გასაკეთებელი. ზაწამალი მე არ ამაქვს, მაგრამ თუ რომელიმე სასულიერო პირი იკისრებს ამას და ამ ხალხს შეკრებს რაჯობია ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. ჩვენი მიმართულება აღებული გვაქვს ახლა და თქვენ იობი რომ ახსენეთ, მეუფე იობი ეს გეთახმები მას ჯიპი არ მიუღია და უარესთა და ნამდვილად არ არის კორუმპირებული და 90 მონასტერია პირები ნამდვილად არიან და ეგ მიმართულება აღებული გვაქვს ჩვენ რომ გადავწყვეტ მომენტში საქართველოს რო დაშლიდეს ეს ხალხი ვერ გითხოვდა. მე სხვის საქმეში არ ვერევი, მაგრამ მაგალითად მეუფე იობი თუ იკისრებს ამას რომ შეკრიბოს ყველა ამ მეუფე იობი მარტო არ ამგონია ვერ იკისრებს, მაგრამ არიან ისეთ სასულიერო პირები რომლებიც თქვენს გამახვილეთ ყურადღება რომ ერთად აღებული ესენი რატო მე პირდაპირ ვიტყვი მე ამ ქვეყანაში მაგალითად ჩამოგიწერ ეხლავე შეიძლება ქაღალდიაგე რომ მომწირე კალამი ამ ქვეყნის 500 თავგადაკნულ მამულიშვილს რომელსაც აი რასაც ჩვენ მოვთ იმას იზიარებს, მაგრამ იმ 500-დან რო დამჭირდეს ჩემ დასაქმეს და შეიძლება 10 კაცი ერთმაგიდასთან ვერ შევკრიბოდა. მეუფის ამბავი იქნება ეს თუ სხვა პირის ამბავი არის რომ მას შეიძლება უარი ვერ უთხრა. და ამ ძალების შეკრება არის გასაკეთებელი. სხვა შორის ბატონო ვაჟო ძალიან კარგი მაგალითი ახსენა გიორგი სააკაძემ როგორ შეკრიბაო ის ხალხი რომ ანახა თქვენ შობელძაღლებო წაგართმევენ რაღაცა. ეხლა საიდან მოუტანოთ ეს ფირმანი თორე ხო ამაზე არის ლაპარაკი. მართლაც ყველას წაგვართმევენ და ყველას ამ ქვეყანაში და პასპორტსაც წაგვართმევენ ივანიშვილი. მიწასაც წაგვართმევენ, საფკარსაც წაგვართმევენ და მე ძალიან გვიანი იქნება. იმას ის შახი პატიოსაინკაცი იყო თქო დაწერა მაინც და ეს არ წერს ამას. მაგრამ აპირებს აგერ გამოვიდა ის რა ქვია ირაკლი კობახიძე და ბრიფინგს ეხა მე პარალელურად IPN-ს ვადევნებ და უნივერსიტეტს არ გავაერთიანებო, მაგრამ შენობებს გაგიყიდითო. წარმოიდგინეთ გპ-ის შენობების გაყიდვაზე ლაპარაკი კი არ გავაერთიანებ უნივერსიტეტთან, მაგრამ შენობებს გაგიყიდო ეს ვიცოდით ისედაც კაცო. ამათ მომავალი თაობის განათლება კი არა და შემოდავთო. შენ ახლა ძველი გვარდიის წარმომადგენელი ხარ, გულანთებული კაცი ხარ. იმხელა სახარება აქვს მოჭედილი და გაკეთებული თავისი ოქროს ხელები. ეს მორწმუნე კაცი ახლა მკაცრად რო ლაპარაკობს ეკლესიაზე ვიღაცას არ ეგონოს რომ დათო ჭაბუკაშვილის პირიქით კაცო. გულისტკივილი ალაპარაკებს. ნაუმარი კაცია და მეც მიმაჩნია ეს ჯანსაღი ძალები რაც არის სასულიერო პირები კარგი იქნება თუ თვითონ მოახდენენ აი კონსოლიდაციას. ეხლა ცოტა დიდხანს გავიგრძელდა ეთერი, მაგრამ ისევ გულისტკივილი გვალაპარაკებს ამ ქვეყნის
როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ამაზე ვჯელობდა. ჩვენ საერთოდ რომ ვცოდეთ ყოველ ოთხშაბათს პირდაპირ ეთერი უკვე წინა იმაზე დავიწყეთ. ეხლა ზეგ გვექნება კიდევ საზოგადოებისთვის ღია, ვისაც უნდა აბსოლუტურად რომ მოვიდეს და ჩაერთოს ღია პირდაპირ ეთერში აქ დაჟდეს და ქვეყნის საჭირო საკითხებზე ვიმჯელოთ. ოთხშაბათს უნდა მოგზავნდეს 18 საათზე. პარასკევს ვიქნებით ობიექტივზე ცხრის ნახევარზე, მე ბატონი ვაჟა, ბატონი თემური და გიგლაგობეჩია. და კიდევ ერთი ამბავი, ოთხშაბათს შემდეგ კვირას ალბათ კახა კუკავა იქნება ობიექტივზე. ოთხშაბათს ჩვენ ვიქნებით თიანეთში 12 საათზე. მე მინდა აი თიანეთის მოსახლეობა მიქ ვინც არის ჯანმრთელობები ხლა ეს ვიდეოც პირდაპირ ეთერში გადააზიარონ. ოთხშაბათს მისა კვირას 12 საათზე თიანეთის კულტურის სახლის წინ მოვაწყობთ გაყიდული საქართველოს აქციას და შემდეგ საინფორმაციო მიტინგი გაიმართა. იქ ჩავალ ყველა გაერთიანების ლიდერები და ვისაც სურვილი გაქვთ წამოგზავნთ ბატონებო, პრობლემა არ არის, საშუალება იქნება იმისი რომ ავტომობილი და რამე იყოს და წავიდეთ. და ესე ჩვენ ყველგან უნდა ჩავიდეთ. ჩვენ ვიყავით ქუთაისშიც ძალიან ბევრი გუში გელათში და ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და გულისკივილი და გვერდში გიდგევარ და არ გვეგონა თუ ამდენი არის ხალხი რომ აი უნდა რომ მართლა ჯანსაღ ბევრი მეგობარი მოწმ გელათში მე ჩემი მოძღვარი შიში გისმენთო იმდენად ისეთი მდგომარეობას ვიხატავთო, მაგრამ მე დემურებაც ვთქარ რომ პირიქით იმას კიდევ არ გეუბნებით რა მდგომარეობაც არის, თორე უარესი სიტუაციაა. მოკლედ აი ეს მინდოდა მე თქვა თუ რამე გაქვთ კიდევ დაამატეთ ბატონებო და არაფერი მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით თქვენ სტუდიას და ამაზე უნდა იყოს მეტი მსჯელობა, სხვა ხალხიც უნდა ჩაერთოს ამაში და თავარი ამოცანა მგონია რომ რა შეთქვი ეს არის რაღაც ერთი ძალების კოორდინაცია. კახა გელავს და ხალხი და ხშირად გეუბნებიან გამოთ, მაგრამ ჩვენ უფრო ვიცით დრო ალბათ რა დროს უნდა გავიდეთ ეფექტური იყოს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ვემზადებით და იმედია რომ იქ კახა თქვენს დადგებით ბატონი ვაჟა ყველა ერთად ალბათ ის პროფესორად და ერთიანი დიდი ტალღით ჩვენ ნავაგოთ ის მოძრაობა დიდი რომ აი ეს გამყიდველი რეჟიმის მოვაწყობა უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. კიდევ ერთხელ მადლობა მომბრძანებისთვის. ცოტა გაგვიძელდა ეთერი, მაგრამ ძალიან საინტერესო მსჯელობდით ბატონებო და კიდევ ერთხელ მოუწოდებ საზოგადოებას ყველა ჯანსაღი ძალა, რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო უტკივნეულოდ გავაკეთებთ ამ ყველაფერს. კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.